შვილს რომ 20 წლის ასაკში მხოლოდ ერთი ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა, რას ეტყობი? Very hard question. ჩემი ბავშვობის კრაში ვიღაცა მიაწერს რა კომენტარში. ეხლაც არა ვშავს სანამ ერთ აწონვაზე ავაღები რა იყო? არაკანი, მატლი, ორნაირი ჯიშის კალია, კიდე რაღაც სასახეობის ერთი ოთხნაირი მწერი, ბუზი და ეს ყველაფერი იყო მოხალული. რა შეცდომა დაგიჯდა ყველაზე ძვირი ცხოვრებაში? შენ და გია სურამელაშვილს საერთო. მე და გია სურამელაშვილს საერთო სქესის გარდა რა გვაქვს? ყველა სადღაც დაჯდომა ფოტო იყო, რომელიც მე იბეჭდებოდა სადღაც. ვიღაცასთან ერთად ვერ ვიჩითებოდი ესე, იმიტომ რომ ფოტო იყო და არაფერი არ მაკავშირებს ამ ადამიანთან. ჩვენ ერთმანეთთან არავინ არ ვართ არაფერში ვალდებული. ასე ყველაზე მძიმე აურა, წუწუნი. შენი აი ეს რაღაცა საწუწუნო მდგომარეობა ვიღაცისთვის არის სანატრელი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პამბოა და ეს არის ჩემი პოდკასტი და დღეს ჩემთან სტუმრად არის გიორგი ვარდოსანიძე. სალამი მეგობრებო. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, მოგზაურობისთვის. მადლობა დაპატიჟებისთვის. მსახიობი, პოდკასტერი და აღარ ჩამოთვლი რეგალიებს ექიმი, ექიმი სტომატოლოგი. დღევანდელი ჩვენი ფორმატი არის კითხვებს ავიღებთ რიგრიგობით და უპასუხებთ და როგორც პოდკასტერი, მე და ამწყები პოდკასტერი და ერთმანეთთან ჩავეკითხებით რაღაცებს რა. მაშინ როგორც მასპინძელმა დაიწყე. მე დავიწყო? როგორც მასპინძელმა. აი. მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდე. გადავიდეთ საქმეზე. თუ გინდა ლექსს აკითხოთ, განაყოფა. კითხები მეც არ მინახია, შენც არ გინახია. ერთადერთი იცის მარიამა. აბა ნახო. და ერთი ის გვაქვს, რა ქვია. გაცვლის უფლება რა. აი თუ არ მომეწონა, შემიძლია მოგცე ერთი და შენც იგივენაირად შეგიძლია დამიბრუნო რა. ერთი თვე ინტერნეტის გარეშე თუ ერთი თვე ოჯახის გარეშე. რა გინდა მინგრევ ოჯახს გოგო. ეგარ შეკითხვა. ერთი წელი ინტერნეტის გარეშე. მიდედა. ანუ აღარ მნიშვნელოვანი და ინტერნეტი რო კითხვაც კი შეიძლება ეგეთი არსებობდეს. ხო, არა, შენთან ვარ მაგ ლოგიკაში აბსოლუტურად რა ის ინტერნეტის დებილი და მე ის ეპოქა ვარ ინტერნეტის გარეშე ბავშვი ვარ. ანუ მე ის თაობა ორ ვიზეც გადატყდა ჯოხი. ანუ მე მახსოვს კარგად ინტერნეტამდე ცხოვრება და დღევანდელიც ასე რომ არაფერი განსაკუთრებული ალბათ ერთი კვირა გექნება ცოტა პირიქით ის ერთი კვირა დაის. არა მე რელაქსი გექნება ყველა პონჩი. დავი ავიღო ახლა მე საიდანაც მინდა როგორც მინდა ხო? აი ეს მეღიმება რაღაცნაირად. შვილს რომ 20 წლის ასაკში მხოლოდ ერთი ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა, რას ეტყოდი? 20 წლის რო იყოს შვილი? ანუ კითხვა თუ ვერ გავიგეთ, შემიძლია მარიამს დავაზუსტებინოთ რა. ეხლა რამდენი საჟენი შვილი? ჯერ მე-4-შია. შენ რამდენი იქნება შენი შვილი 20-ის რო იქნება? 20-ის რო იქნება, რამდენი წელი? 16 წლის მერე მე ვიქნები სადღაც ბაჩი ისეთ. 60-მდე 55-ის. ვახ, შეიძლება ცოტათ არ მოგეხმარები, შეიძლება მაგ დროს უკვე შვილიც ყავდეს. უკვე მის გაიძვერობაზე არის, როგორ გაძვრება ამ ცხოვრებაში გამოძვრება. არ ვიცი რა, ალბათ მე რო აღარ ვიყოთ ან ეგ არის პირობითობა. მე თვითონ მევასმევინე პამბოის. არ ვიცი, ალბათ რა ვეტყოდი რომ იმედია კარგად არის ჭართელათა. და ისეთ ასაკშია რომ ეხლა გონია რომ ყველაფერი ან იწყება ან თავდება, უბრალოდ თავდება ხოლმე მაგ ასაკში რაღაცები გონია. და ვეტყოდი რომ არავითარი კომპრომისები საკუთარ თავთან ეხა იწყება ცხოვრება. ბევრი მეცადინოს, ბევრი გაერთოს, იმიტომ რომ ასაკი არ მეორდება. მეგობრებს გაუფრთხილდეს, კბილები გაიხეხოს ყველა პონჩი, კბილები მნიშვნელოვანი თემა არის. არ გაგისწორდება მამა სტომატოლოგთან რომ აღარ გაკბილები მაგას. მაგ ვოის რო უტოვებს, აი სპეციალურად ერთი ვოისია და კბილები გაიხეხება. მე აღარ ვარ, რავი. არ ვიცი, იცოდეს რომ ყველაფერზე მეტად მიყვარს, აზე არა უსო. რთული შეკითხვა ხო ძეჭი. ეხლა ეს პროექტი შეიძლება მართლა მოისმინოს 20 წელში? ანუ ეგრე გამოვიდა. სადღაც ვარ და მოხვედი და ჩამეხუტე მაკოცი რა. თუ
თუ არა და ამას თუ ნახავდა ჩვენი პოდკასტი მე და დედიკოსი არ გინახავ სადაც მუცელში შენ ხარ მაშინ ეგ ნახე მე რაღაცა ეგ მე ამაყება რომ ეგეთი პოდკასტი არსებობს სადაც სამნი ვიყავით ორნი ვჩანდით რა აი მაგას მაგ იდეით წერდით რომ დიდი ბიჭი რო იქნება მგონია რომ სხვა საკრალურობით შეხედავს ამ ყველაფერს რა ოკეი აღარ მაქვს კითხვა ცოტა გავალაითოთ ეხლა იმედია აი მასავინებს ცოტა სახალისო კითხვებიც გვაქვს ხო რა შეცდომა დაგიჯდა ყველაზე ძვირი ცხოვრებაში ყველაზე შეცდომებს რა ჩამოთვლის ბევრი შეცდომა მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა აი პირველად რო შევედი კაზინოში ეგ დამიჯდა ყველაზე დიდი შეცდომა ეგ იყო რა და ყველაზე ძვირი ეგ დამიჯდა ხო აღარ განვავრცო არა მესმის ბაზარი არა მესმის ძალიან ბევრი სკივილი რა მაგრამ იყო ეს პერიოდი ჩემ ცხოვრებაში საკმაოდ მრავალი წელი და ეგ იყო ყველაზე მძიმე ახლა მივხვდი რომ მხოლოდ დიდრების გასართობია ხო? ხო და ახლობით 6-7 წელია რაც მაგას მივხვდი და მადლობა ღმერთს. კარგია, გართობა კარგია, მაგრამ ტრაკი უნდა კონდეს გართობის რა ბოდიში ამ სიტყვისათვის ყველა გართობა შესაბამისი ტრაკი ჭირდება თუ ტრაკი არა გაქვს არაფერს არ უნდა გაეკარო ვაფშე და თუ გაქვს ღმერთმა ხელი მოგიმართოს რა. გავიღო? Next. იგივეში რაღაცნაირად მიყურებენ ესენის ყველაზე უცნაური რამ, რაც უცხო ქვეყანაში გიჭამია. გაქვთ 4 საათი? არა, აი ხ ბოლოს წინა ის რო ავიღოთ რა. პაესტ კაპჭალებში, ტაილანდში. ერთ აწონვაზე ავაღებინე რა იყო? ტარაკანი, მატლი, ორნაირი ჯიშის კალია, კიდე რაღაც ასახეობის ერთი ოთხნაირი მწერი, ბუზი და ეს ყველაფერი იყო მოხალული. ზემიჩკის ვარ. ზემიჩკის კონჩი ეს წონით იღებენ რა და ვიდეოც დევს რა ყველა ვიღა თითო მინდა მეთქი მაგრამ ტიპმა მუჭები ჩაყარა. რაღაცეები მართლა ნუ გემრიელი ძალიან არარელევანტური სიტყვაა და ასატანი უფრო ამბავი არის. ასატანი, მაგრამ რაღაცეები რა შეადარებ. ზესუმზირას. ანუ აი ის რაც ასატანი იყო, მაგალითად გავდა აქ უნდა ჩავსვათ ჩვენი რეკლამა. ზესუმზირას. ზესუმზირის რეკლამა. ისეთივე როგორც ხოჭო არა. ხო და აი ეს იყო მახსოვს ერთი მზესუმზირასავით იყო თან თითქოს დამარილებული მოხალული არის რა ეს ყველაფერი და ასატანი იყო და მატლი იყო ძალიან ისეთი გემრიელი მე მანამდეც მქონდა დიდი ხის მატლები რა ნაჭამი ცოცხალიც მქონდა ნაჭამი ესე მოთუშულიც თუ რაღაცა იმიტომ პროტეინი შეიცავს ეს იყო რაღაცა პატარა ჯიშის თეთრი ესე ტიპი ну აი რა გითხრა პატარა ხორცი კი რო ჩაკბიჩო რა დანარჩენებზე რამის აბრად გამომცა კიდე რაღაცეები ვჭამე რა საშინელებები აი მერდგასულაზე აი გახსენებაც რომ ნიანგის ხორცი იყო ამას გადავირი ისე მომეწონა მაგრამ რაღაცა იყო რამის მოუკვდი რაღაცის ნაწლავი რა აი უკვე ცუდა ჭერს რაღაცის ნაწლავი რომელმაც რამის კამერაზე ბოდიშიდან მოკლედ ასე რომ ბევრი რაღაც მიჭამე ნიანგი ძალიან გემრიელია ვერ მივამსგავს ეთერზის უფრო მოხორცო იყო და იცი როგორ ამ თლიანი ნიანგებს ყიდიან ესე რა მასე ტრიალებს შამფურზე და თუ გინდა იქიდან რაღაცა მოაჭრევენ უფრო კანის ფაქტურაც იყოს და არის დაკუბიკებული იყიდება ტაილანდში ყველაფერი ეს ნიანგის სტეიკები და ხო აი ყველაფერი ოთხკუთხედი ხორცები რო წარმოიდგინოთ და ჯოხზე რო იყოს ესე და იმით გიწვავენ რა ესე ну აი რა ძალიან გემრიელი იყო რა ძალიან არა და მანამდე რო შევხედე რო ატრიალებდა მეთქი ამას არ შევჭამ თქო ცოდოა თქო მინიმალ მე ემპათია გაქვს და იმის შეგრძნება არ ქონა აი ბუზის რაღაც ზიზღის ისა თავიდან ბუს რო ჭამი ასნაძის როგორ არ გაქვს მე არ ვარ დიდად ზიზღიანი მაგრამ იქ პირობითობაც ხო არის რა ანუ აი რაღაც ხო ანტისანიტარიას ვერ დავარქმევ მაგრამ ნუ ამ მენტალიტეტის გადმოსახედიდან თითქოს გონია რომ ანტისანიტარია სუნი უცნაური და ბარდიურზე დავჯექი მახსოვს აი ბაზრიდან გამოვიდა ბარდიურზე უკან ვიღაცა მოხუცი კაცი გულარეული იწოცა ეგეთ გარემოში ხო სხვაგან ვერსად ვერ წავედი კამერა დავიდგი და დავიწყე ჭამა ამების კეთება და ჭამა და ну ეგზოტიკაა რა ვიღაცა შეიძლება ძალიანაც მოწონს და მასწორებს მე გასასინჯად გავსინჯე მაგრამ ჩემს რაციონში არ ჩავამატებ არაფერს შანსი არა ისე ყველაზე მეტად რომელი კერძი გიყვარს ქართული სამზარეულო მიყვარს ხინკალი მიყვარს ყველაზე მეტად საერთოდ მოგესალმებით გაბარჯობა ყველა საყვარელი შევთანხმდით მეც ხინკალი კარგი მისაღებია ევროპა თუ აზია ხო
შენ ალბათ შენ უფრო გაშლიდი ამ თემას, მაგრამ ჩემთვის ევროპა ხა შენ იმდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი, მაგდენი ნამოგზაურები არა. ალბათ ერთი წლიც მეც იგივე პასუხი მექნებოდა ხა. შენ უფრო აზია. ახლოსაც აღარ. აი როგორ ახლოსაც აღარ, სასაცილოდ ახლოს არა. იმდენად წინა. მაგდენად. აი არც რო შევადარებ რა. მე თან ბევრი არ მინახავს აზიაში რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნაყოფი, ეხა უნდა დავიწყო რა მოგზაურობები. ჩემთვის ლიჩნად ეგრე არის რა. თუმცა ევროპასაც თავისი მარგალიტები არაერთი აქვს. თავისი ულამაზესი ქალაქები, კი ბატონო, პროსტა კულტურა და ასე შემდეგ. ჩემთვის ცოტა გატროხდა რა. ხო. ავიღო. კი ბატონო. რომელი სატელევიზიო მომენტი გახსენდება და ახლაც გეცინება? სატელევიზიო მომენტი? ალბათ იქიდან ხო? ჩემს კარიერა. გაცინე და მოიგე. ხო? მაგრამ შეგიძლია იქიდანაც გაიხსენო, მე მახსოვს იმას აკეთებდი, გათევზვის თემა ქონდა, ხო? ეგ უკვე ჩემი არხია, ეგ უკვე YouTube-ი არის. სატელევიზიო, მოდი გააცინე და მოიგეზე, ესე გამიჭირდება, თქო, ჯერ ერთი ბევრი წელი გავიდა, სადღაც 7 წლის წინ მოვრჩი მე რა, 3 წელი მიყავდა და იმდენი ტიპი იყო, რომ იქვე მეცინებოდა ხოლმე რაღაცებს, მაგრამ რო გითხარ რაღაცა მახსენდება რაზეც ეხლა რო აი ეხლაც აბეცინებოდა ეგეთი არაფერი რავი არა არ გახსენდება ხო? აი სხვათა შორის აი მაშინ მეც უყურებდი და ეხა აი ვეღარ უყურებ ეგეთ შოუებს რა და რა რის ბრალია ეგ შენი აზრით? აი გააცინე და მოიგესნაირი ტიპის გადაცემები ტელევიზიაში შეება YouTube-ი არ იყო ესე განვითარებული მაგ დროს. აი ეგ ერთი ალბათ, იმიტომ რომ შესაძლებელი გაქვს ეხა ბევრი კონტენტი და კარგი კონტენტები. ეს არის შანსი გააცინე იყო ცუდი ან არის, просто მრავალფეროვნების ამბავში რა. იმ გააცინეს ალბათ ცოტა მეტი ის ქონდა შარმი რა, სუბიექტური იქნება, რადგან მე ვიყავი წამყვანი, ცოტა მეტი შარმი ქონდა, მგონია. მე ეს რაღაცა გამოძახილივით დარჩა რა, ხო ხტები, როგორც ვიცი, მე როგორც მაშინ არ უყურებდი, არც ახლა არ უყურებ, ეს თვა მიგდებს სადღაც რა, საკუთარ რაღაცებს შეიძლება არ უყურებ, მაგრამ არც მე. აი პონტი ის იყო, რომ ვისგანაც მსმენია, ყველა მაგას ამბობდა, რომ ძველი გააცინეთ, როგორც ეს გააცინეთ, არასოდეს არ ყოფილა რაღაცა იუმორისტულად შევხედავთ რა, სამჭედლო იუმორის, ხო ხტები, მიუხედავად რომ ბევრი საინტერესო ტიპი გამოსულა ძალიან კარგი იუმორისტები. ჩემთვის ეს გადაცემა ასოცირდებოდა ძალიან კეთილ საქმესთან და მე იმიტომ მიყვარდა იქ მისვლა რა. და ის ბიჭები, ვინც აკეთებდნენ, კონკრეტულად ალეკო მალხაზიშვილი იყო მთავარი, იდეა იყო ის, რომ თუ ამოჩნდებოდა კარგი ხუმრობის ავტორი, ხო კარგი, თუ არა და უბრალოდ ჩახედეთ, რამდენ მოხუც გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა ეს გადაცემა რა. ობიექტურად არასასაცილო რაღაცეებში მილიონჯერ ბიჭებს გაუცინიათ, იმიტომ რომ წაეღოთ ამ ადამიანებს ფული. ჩემთვის ეს ასოცირდებოდა მინიმუმ მაგასთან და მაგიტომ მახსენდება ძალიან საყვარლად, მაგრამ თუ ამას შევხედოთ როგორც იუმორის სამჭედლო არა ის, სამჭედლოები არ არის საქართველოში 105-ის მერე არაფერი რა. საერთოდ. მაშინ აკეთებდი ხოლმე 1000 ლარი. ეხლა რამდენი სიტყვი ქონდა? 10000 ლარი ხო ეხლა იყო მაშინ მაგადაცემა შევამბობდი, მაგას 1000. თუ საიდან მახსოვს? ხო, მაკედან. მე YouTube-ზე მახსოვს რატოღაც. მაკედან მოდის მართლა. ეხლა ინფლაცია რო გავითვალისწინოთ 10000. აი ეს ამბავი არ შეეხება ტელევიზიას. მადლობა, შემდეგს მე ვიღებ, ხო? კი. ყველაზე უცნაური რამ, რაც უცხო ქვეყანაში გინახავს. ყველაზე უცნაური რამ. შენ აგინახავს. ძალიან ბევრი ხო? ამ ბევრი რაღაც რა. აი ხა უნდა დავფიქრდე. ძირითადად ეხა მე უცხო ქვეყანაში სადაც მოგზაურობდი, ძირითადად იყო ჰოკეიდან რა, ჰოკეის თამაშობდი ბავშვობაში. და საქართველოს ნაკრებში ვიყავდი და რაღაცა და ეხა იქ ახალგაზრდა პერიოდში ეხა ისეთი უცნაური არაფერი მაინც ეხა 15-16 წლის რო ხარ ეხა მაგ პერიოდში არის ისეთი თინეიჯერული სიტუაციები თორე ეხა რაღაცა ისეთი დიდი არაფერი გადამხდენია უცნაური და მაგას აქვს სხვა რაღაცებს უყურებ რა ხო და ზოგადად სხვა რაღაცების გეუცნაურება ეგ ისეთ თერსკი ასაკია რა კი ბატონო ხო რამ დადგირა ხო ერთხელ ნახე მკვლელობა თქო და ხელებში ჩამოკვდა ბიჭო ისეთი მელია უნდა თქო და მე თვალებში უყურებდი რაც ამომხედა და მითხრა მე მელია არ ვარ მე ხათამი ვარ ეს შენი დრამა სერიოზული დრამა კაცი მსახიობია უცებ დადგა დრამას ეს ამოჭერი და გამომიგზავნა ეს ამოჭერი და გაუგზავნა კაი გავხსნა შემდეგ აი შემდეგი დავაი ყველაზე სასაცილო კომპლიმენტი რაც მაყურებლისგან მიგიღია
ყოფილა მაყურებლის ეს ძირთადად ყველაზე მეტად ალბათ პროფესიაზე გიხარია ხოლმე რა კომპლიმენტები სხვა დანარჩენი კომპლიმენტი რა სასიამოვნოა მაგრამ პროფესიაზე ყოფილა ეგეთი ამბები რა როდესაც თეატრში სპექტაკლზე მოსულა ადამიანი და ძალიან ცუდი პერსონაჟი ყოფილა ვისაც თამაშობდი რა და გინებით რო გამოხატავს დედის გინებით კი არა აი რაღაცნაირად რო შეხვდა და პერსონაჟია და აი თან რო ხვდები რომ აბსოლუტურად კომპლიმენტი ესე გამოვიდა რა რასაკეთებდი მაგრამ ძალიან ცნაური ფორმაა გამოხატვის არა თან რო გაგინებს და თან რო გინებს მაგრამ თან შენ კი არ გაგინებს შენ ნათამაშე პერსონაჟს აგინებს რა რომ გორი საიზღარეო აი ეგეთი კომპლიმენტი მიმიღია სხვა დანარჩენი კიდე ყოფილა ამ ბოლო დროს არის ხოლმე ასაკიდან გამომდინარე ვეცა ჩემი ბავშვობის ქრაში ვიღაცა მიაწერს რა კომენტარში ეხლაც არა უშავს ბავშვობაში როგორი იყო და ეხლაც არა უშავს და მაინც სადღაც გიხარია რომ ბავშვობაში მაინც თურმე ოდნავ სიმპათიური იყავი ეგეთი კომპლიმენტები ეხლა ხოლმე ძირითადად რაღაცა სოციალური ქსელის კონტექსტში მაგრამ თეატრის ამბავში ყველაზე μετად აი ეს მახსენდება და მიხარია ხო არა მაგარია ძალიან თა რო გლანძღავს და თა რო გაგინებს ხო თა რო გაგინებს შენ კი არა სიტყვა ასაბს ახალოს ვისაც თამაშობდია რომელ ასაკში ხარ გაჭედილი მენტალურად ოპა რომელ ასაკში ვარ გაჭედილი მენტალურად. იცი რა, ანუ რაღაცა როგორ ასაკში ვარ ისი, ანუ თითქოს ანუ ბავშვსაც უსმენ. აი პატარა 7-8 წლის ჩემ თავს და თითქოს მოხუცსაც უსმენ რა, აი 60-70 წლისას და აი რაღაცა შუაში ვარ რა. აი ამ ასაკში ვარ გაჭედილი. საინტერესო ამბო. ხო, იმიტომ რომ ადამიანს ხო აქვს შინაგანი ბავშვიც და შინაგანი ბრძენიც რა. და ანუ იმასაც რა უსმენ და იმასაც რა უსმენ უკვე რაღაცა ტანდემში ჯდები და ეხა მაგას საკში ვარ ზუსტად. ეხა რამდენის ხარ? 34-ის. 34. ხო, ეგ ასაკია. მეც არა ვარ შუა. კარგად ავხსენი? კი, არა, აბსოლუტურად მესმის რასაც ამ. მეც სადღაც დიალოგი მაქვს ალბათ ჩემ მოხუცმესთან, რომელიც ძალიან მომიახლოვდა თითქოს შეგრძნებით და გიგაკუნებს ხო? ხო, ანუ შეგრძნებით რა რაღაცეებში ხანდახან გადავხედავ ხოლმე და ჩემი საქციელები ძალიან მოხუცისას გავს. მაგრამ ბავშვი რომელიც უცოცხალია, რომელსაც ანიმეს ჩართვა უხარია და ბავშვით ცემლები მოდის ისევ ნარუტოს რო უყურებს და ასე შემდეგ, ის ბავშვის უცოცხალი. იმედი მაქვს რომ ის ბავშვი უფრო დიდხანს იქნება ცოცხალი რა. ხო, თუმცა ანუ ზუსტად ბალანსი არის მნიშვნელოვანი, რომ იმ ბავშვს შინაგან ბავშვს შეიძლება ხანდახან რაღაცა ისეთი გაკეთება უნდოდეს, რომ ამასაც აი რამდენად ვაბალანსებ, აი ბალანსი აი ეგ არ ვიცი. აი არ ვიტყვი, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმინდა ვთქვა რომ ვაბალანსებ თქო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. ეჭვი მაქვს რომ უფრო დიდ ბავშვობა იმარჯვებს ხოლმე. და ისე რა არის შენთვის აი ისეთი რასაც აკეთებ, აი შენ ბავშვს უსწორებ, ესე ვთქვათ და აი შვილს თუ იმ ბავშვს შენ მეორე ბავშვს და აი ძალიან გიხარია როგორ ისე აი სუ ბედნიერი ხარ აი რაღაც დროის განმავლობაში შეიძლება იყოს ერთი დღე არ ვიცი აი რეალურად ბავშვობაში რაღაცეები რომ არ გაქვს განა მატერიალისტურად არ გაქვს თუმცა ეგ შეიძლება იყოს რაღაცეები გეშტალდები აი რომელსაც ვერ ხურავ რა ბავშვობაში რა იმიტომ რომ ვიღაცას აქვს შენ არა გაქვს შენ ვერ გააკეთე ვიღაცამ გააკეთა და როდესაც დიდი ხდები და შენი ცხოვრება საბედნიეროდ ისე დაალაგდება რომ რაღაცა შესაძლებლობები ფინანსური ასე შემდეგ ჩდება ზოგს კი არა და ალბათ უმეტესობას აქ ბავშვური გეშტალდები რომელიც უნდა დახურო და თავარი არ მარაზმში არ გადავიდეს რა იმიტომ რომ ყველა ბავშვური რაღაცა დასახური არ არის მე მქონდა ეგ ამბავი რა სიტყვაზე პირველი ფული შოვნები რომ დავიწყე როგორ მახსოვს რომ ჩემ შოულებს არაფერი არ მოუკლიათ იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც 90-იანები გვთავაზობდა რა, მე არც სიღარიბეში ვიტყვი რომ გავიზარდე, არც თავზე არ გადავგვიოდე. ისე როგორც ყველას რა, აი აგერ გავიზარდე 50 მეტრში, სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ბავშვობა, ყველა ასპექტი თავისი ყველაფრით. მაგრამ ხო იყო რომ რაღაცა გინდოდა და პროსტა არ იყო რა. როგორც კი ფული შოვნა დავიწყე, მე მახსოვს რომ დავიწყე, გინდა იყოს ეს მატერიალისტური კვერცხობები და ტანსაცმელში ბევრი ტანსაცმელი ბრენდი თუ რაღაც აი 25-26 წლამდე მქონდა ეგრე რა აი 20-დან როცა დავიწყე უკვე ფული შოვნა პოპულარობა მოვიდა სერიალები ამბავი რაღაც და 26-მდე ალბათ იყო აი ეგრო ძვირიანი აქსესუარები, ძვირიანი ტანსაცმელი, ყოველ დღე რესტორანში სამჯერ ჭამა მეგობრებთან ერთად ყველაფერ შენიხდი, ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში სხვები იხდიდნენ, მე ვერ ვიხდიდი და სულ მქონდა ეს რომ აი მეც მინდა ეგ ამბავი და აი ამეებს ფარავდა მე მივხვდი რომ ეს არის
უძირო ბზარია რა, ამას ვერ ამოავსებ, შანსი არა ვერ დახურავ მაგას, არის ხურება, რაც არ უნდა გადააკრა ეგ სკოჩები, ბზარად დარჩება. სად მივხვდი, იცი რომ მარაზმში გადავდიოდი, სათამაშოების მაღაზიაში შევედი რა. უკვე ცოლი მყავდა და შევედი და ბავშვური რაღაცები, რაც არ მქონდა, აი ის უნდა მეყიდა. და დაახლოებით 1200 ლარი სათამაშოები რო ვიყიდე, და რო მივხვდი რომ ზუსტად აი ყიდვის მომენტში ვერ ხვდები რომ რა დგინდა. ანუ ამ მატარები ბრძენი ჩაითო ხო უკვე. რაციონალური, მოდი ეს და ალბათ ასაკი გაცდენილი ოდნავ რაციონალური ტიპი გამოჩნდა. შეგინდა თქო რომ აი რა დგინდა. ეხლა მაგმანქანი თქვარი თამაში. რაღაც და კიდე კაი საძმაკაცოში ბავშვები მიცარე თავშივე გავამართლე ჩემ თავში რომ აი იმიტომ ვიყიდე რომ ბავშვებს დავაზ მაკაცის შვილებს დავრიგო, მაგრამ მე ხო ვიცი რატო ვიყიდე. აი ეგეთი რაღაცეები მქონდა, მადლობა ღმერთს რომ აღარ არის. თუმცა ინტერესები აი ბავშვობაში როგორც მახარებდა აი რაღაც ანიმე რო ახსენე და ნარუტო კიდე ერთხელ გეუბნები ზოგადად ის ბავშვი უყურებდა 10 წლის გაფართოებული ისე სტკიოდა ისე უხაროდა როგორც 10 წლის გიორგის ზუსტად ეგრე ვარ დღესაც თუ უფრო მეტი არა იმიტომ რომ ალბათ მეტი ემოციური ინტელექტი დაემატა იმიტომ რომ 30 წელი გავიდა იმის მერე კიდე სხვა სიღრმეები შეიძლება დავინახო და უფრო სხვანაირად ავუკვე ძალიან კაი მეც ეგრე ვფიქრობ რომ აუცილებელი არის შინაგანი ბავშვის და შინაგანი ბრძენის რაღაც ტანდემი გამიქცევას კარგად ეგ იდეალური რეცეპტია ბალანსი დაიცვა აი ეგ იდეალური რეცეპტია თუ გამოგდის ალბათ რა ოკეი ჯერჯერია ჩემი ჯერია მარია მე კი ავიღე მაგრამ არა მე ავიღე უბრალოდ შენ ჩაგეკითხე მართალი ხარ აბა მე ვიბაზრე ამდენი ჩემს საბაზრო არის ხო შენ ვიღეთ იბაზრე შენ ჩემი სტუმარი მოგატიეთ სახლში ყველაზე ხშირად რა ფრაზას ამბობ სახლში მეც დავფიქრე შვილს ეხება ალბათ არაძვრემანდ გაუშვი მაგას ხელი ალბათ აი ეს ორი ფრაზა დომინირებს იმიტომ ხელქია როგორი სუსტი სიტყვა იცი აი 1%-ს არ ასახავს რეალობის ანუ აი ყოველ დღეში ალბათ 1000 სიტყვა თუ ამოდის ჩემი პირიდან 980 ეგ არის ან ტელევიზორი უნდა მოგვიჭოს თავზე დაემტრეს ანუ უკვე ბოლო სართულზე ადის კედლის გარდირობის და იქიდან სალტოს მოკლედ ნუ აი ეს არის ყველაზე ხშირი სიტყვები მე როგორც მახსოვს კატასტროფულად ცელქი ძალიან და შარიანი და ხიფათიანი სუშრამები თუ არავე აი 16 წლამდე მინიმუმ ძალიან ბევრი რა ოპერაცია რაღაც სულ ყოველდღე რესპუბლიკურში ვეგდე რა და მაგრამ დედა ჩემი როგორც ამბობს ეს კიდე უარესიაო ასე რომ არ ვიცი ხო არ მეც ხო ახსო ვარ და ამასაც ხო უყურებს და ესო უფრო ენერგიული და უფრო ის არისო რა გიჟიაო და ძალიან მეშინია ყოველი დღის გათენები. ისე რამდენად თავისუფლად ზდი, თავისუფლებას რამდენად აძლევ. გააჩნია რას მოვიაზრებ სიტყვა თავისუფლებაში. რაღაცეებში ვაძლევ, რაღაცეებში ვზღუდავ. ეს ისეთი რეფლექსია მე არ ვიცი აქ სწორი და არასწორი ფორმულები რა არის. სიმართლე რომ გითხრა არც არავის ფორმულები არ მაინტერესებს. რა ჩემი გაზრდის მეთოდით არ მე როგორ გამზარდეს ეს არ ნიშნავს რომ რამე მოდელი გაზრდის, აღზრდის ტირე იმოქმედებს ამ მოდელზე რა. ყველა ინდივიდუალურად იზრდება, ყველას ბევრი ცვებია გარემოში და ისინიც უნდა გაითვალისწინო. აქ არის ერთი შანსი რა, ერთი შანსი მაქვს რომ ეს ადამიანად გავზარდო. ამიტომ ხანდახან შეიძლება რაღაცაში გადავამეტო დაშლაში, ხანდახან შეიძლება გადავამეტო პირიქით არ დაშლაში. მაგრამ ეს არის ყოველდღიური, აი ყველაზე დიდი საფიქრალი ჩემი რაც ახლა მაქვს, რომ რამე არ გამძვრეს ზედმეტი და რამე არ დავაკლო ამბავს ზედმეტი. თან თავისუფალი კაცმაც ვარ, იმიტომ რომ მიყვარს დამოუკიდებელი ტიპები, მეც ეგეთი დამოუკიდებელი ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება რაც მახსოვს, ამასაც ჩანასახი აქ ეგეთი ვხედავ. და აი მინდა რომ აი რასაც ძლიერ მხარეებს ვხედავ, უძლიერო რომ მიუშვა, წაიქცეს, თვითონ ადგეს, არავითარ შემთხვევაში არ წამოვაყენებ, რამდენიც დაასკდება იცის რომ თვითონ უნდა ეხა რაღაცად მასე თუ არა ლაპარაკი. თვითონ დაადგეს ან მინდა რომ თავის იმედი კონდეს, რა თქმა უნდა იმის გარდა რომ ყავს მშობლები, ყავს რაღაცა ოჯახი, ასე შემდეგ მინდა რომ პირველ რიგში გაიმყარო საკუთარ თავში რწმენა. აი რაღაცეებში მაგას გამოხატავ ხოლმე რა აკრძალვაში და არა აკრძალვაში. მისაღებია, მე ავიღებ შემდეგს. მეგობრებო, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება სტუდია დაფნეში, შეგიძლიათ მოხვიდეთ და გააკეთოთ აქ თქვენი გადაცემა. ჩემი რეკომენდაციაც ფანტასტიკური სივრცე. ფანტასტიკური გოგონა დაგხვდებათ, რა ვიცი, გაგისწორდებათ ძალიან. გრილა, კარგი ატმოსფერო. მანდარინები. მოწვიტეთ გასინჯი. ოკეი. ყველაზე უცნაური მოთხოვნა, რაც პროდიუსერს გადაცემის ჩაწერის დროს უთქვამს.
ის გამოვიყენოთ, მოდი ის ხომ მაქვს უფლება, მოდი გადმოგცემ. ამ კითხოს ერთი უფლება მაქვს. ბიჭ, პროდიუსერს უთქვამს, ყურზე იძახი, ყურში. ყურზე ხშირად არ მიმუშავე, მე ლაივ რეჟიმებზე არ მიმუშავე არასოდეს რა, ანუ არ მქონია შეხება, მქონდა ჩაწერის ფორმატებზე ძირითადად, ჩემი ყველა ფორმატი იყო ჩაწერის. ყური მყავდა. რო გითხარო რამე გემარტივება ისე ყური იმეც მეზიზღება, არა, მეზიზღება ყური და თავიდანვე ერთი 6 თვე მეკეთა. მაგრამ ჩემი პროდიუსერი იყო ალეკო მახაზიშვილი, რომელიც არსით კარგი გაგებით დეგენერატია და ყურშიც სუ დეგენერატორებს მეუნებოდა. არაფერ შუაში არ იყო რაღაცა. ой, ეს და როგორ რაღაცას მეუნებოდა ხოლმე, იცი, ძალიან მიყვარს რა, ანუ აი ძალიან ბევრი წელი, ბევრი პროდუქტი ვიკეთებია და ძალიან მეგობრობდა, მახსოვს ესე ვიდექი და სიჩუმე იყო ყოველთვის, არაფერი არ ხდებოდა, ნუ მაქსიმუმ ეთქვათ რომ რაღაცა სპონსორის რაღაცა შეიცვალა. აი 5 წუთი მოიცადა შემდეგი გამო. აი ეგეთი რაღაცა პროსტა უფუნქციოთ იყო რა. და აი როგორ რაღაცას მეუნებოდა, ხოლმე სიჩუმეში მესმის, ეწარმოდგინე 3 2 1 ვთქვი თუ რაღაცა ხუმრობას უსმენ და ყურში მესმის. გახდილი ძაღლი გინახავს და რო ფიქრობ რა. ვაჭიდაოთ გახდილი ძაღლი და თერძი ძრო. ხაი რაღაცა და ბიჭო ხო ქონდა რა თავი გამანებე რომ ფიქრობ ანუ მოიხდა. ანუ აი სულ რაღაც გადაობებს მეუნებოდა და ჩარტყი მე მეუნებოდა. გაქანე და ჩარტყი. რაღაცა ეს და ნუ მაგრად ვერთობოეთ, მაგრამ ესე რომ ვინმეს რა მითითება მოეცა. იმიტომ კი არ დერსკი ტიპი ვარ, ჩემზე ეგრე არ მოქმედებს, თავიდანვე შემითახო პირობითობა და მე მიმიშვი იმპროვიზაციაზე რა, ყოველთვის ამართლებდა ხოლმე და ეგრე რომ ეხლა ესე გაიხედე მარჯვნივ, 3-ჯერ დააცემინე, 14-ჯერ ჩახვე, არა, მე ეგრე ვერ მუშაობ. ოკეი, შენჯერი. შეგიძლია გამოიყენო შენც თუ რამე. რა არის ის, რასაც არასდროს ugზავებ შენ შულს, მიუხედავად იმისა, რომ შენი იგზავდნენ. Very hard question. რომ იგზავდნენ? არა, თითქმის ყველაფერი, რასაც მე მიგზავდნენ, გარკვეულწილად რაღაცა კაბილეულზე, ეგეთ რაღაცებზე მაგხალბარ. რაღაც დოზით ალბათ მეც ვცდილობ რომ აუკრძალო. აკრძალო არა რა. არ მივცე ხშირი სახე რა, რაღაცა გამოხშირო რა. ყოველდღე ტკბილი არ უნდა ჭამოს რა, ამასაკში არ მინდა ხო ხდება და აი რაღაცებს ეგეთი მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან სლატკაიაშკა ვარ, ძალიან მიყვარს, ესეც ჩემ გენზე არის, აი თვალებს რო ხედავს არაფერი აღარ უნდა. როგორ მესმის ხოლმე, იცი ეს ლტოლვა და ტანჯვა მის თვალებში, მაგრამ ხო ვიცი რომ ორგანიზმისთვის ამასაკში არ, აი ეგეთი რაღაცები, ასე რომ თითქმის ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისეც რასაც მე 10 წლის წერტილი ვარ არ აკრძალვის, ანუ დაახლოებით იგივეა, რასაც მეკძალავდნენ რა. ნუ იგივე რა, ანუ ნაკლები ტკბილი ზოგადად, ანუ ტკბილი ხო ხდება რაღაცა რა. აი ჩაცმაზე მაქვს, აი დავაბრუნებდი ფურცელს ხელში, ჩაცმაზე რა, ანუ მე 900 რო გაცმევენ და რაღაცა, ხო იცი ზედმეტი, მე რო პადიაში ვიხდიდი რა, მაშინ ტელეფონი არ იყო არაფერი, ჩემ ბავშვებს ძალიან დაენახა. შიგნიდან მაისურს რო გაცმევენ. ხო და აი ამას აი როგორც თვითონ გაუსწორდება, აი როგორც თვითონ გაეხარდება, თუ შეცივდება ჭკუა სიხმარს ჩაიცმევს. თუ დაცხება გაიხდის, ანუ თვითონ თუ მოწონს დღეს რომ სპაიდერმენი შუბა უნდა ჩაიცვას ბაღში რომ მიდის 500 გრადუსი როცა არის. აზარი არა ჩაიცვა. ოფში რო გაიწურები შუა, სადღაც ეს პატარა ნეირონები იტყვის რომ მე მგონი ავწდით და აღარ იზავს. აი ერთადერთი ალბათ რაც გაუსწორდება ის ჩაიცვას როგორც უნდა ჩაიცვას. ოკეი. მიღებულია. დავედით შემდეგი. ცოტა სახალისო კითხვები ვერ ჩასვი, მაგრამ ცოტა გვახალის. რაღაც ძალიან სერიოზული კითხვები წამოვიდა. დავე გამოვიდა. თუ ხვალ გაიღვიძებდი და 10 წლის იქნებოდი, პირველ რიგში რას გააკეთებდი? აი ეს შეგვიძლია სახალისო. მაგაზე ხო ბევრჯერ გვიფიქრი ალბათ ყველას რა. დაგვაბრუნა იმასაკში რაღაც ასაკებში. არ ვიცი, გავასუხე. 10 წლის რაღაცა გართობისკენ წავიდოდი, მაინც ხა 10 წლის რო ხარ, ეს ჭკუ არ მექნებოდა, ვიქნებოდი 10 წლის, ხო? თუ ამ ჭკუა მოიაზრებს ამ ჭკუით პოდკასტ დავიწყებში რა ისე 10 წლის როგორ გალიაში ხარ ხვდება, ყველაზე ცუდი რაღაცა რა შეიძლება მოხდეს, ერთი დღით გავიღვიძე და დავათვალიერე და 40 წლის აზროვნება პროსტა ამ ტვინით რო დამაბრუნა
ალბათ როგორი კი ბევრ რაღაცას ვიზავდი, ძალიან, დღეს იგივე ის რო გამეულო. ალბათ 1000 ჯერ წინ ვიქნებოდი, მინიმუმ ბიტკოინს ვიყიდიდი, მაგრამ რაზე ეცლაპაკი. წარმოგიდგენ როგორ გალიაში ხარ რა? 40 წლის კაცის ტვინი 10 წლის ბავშვის სხეულში. ეს არის ალბათ სასჯელი, უნდა მიუსაჯოს ვიღაცას. ალბათ რაღაცა ფულს იჩალიჩებდი უბანში ბავშვებისგან. წარმოგიდგენ როგორი მოწყვეტილი ხარ მე ყველაფერს იმ სოციუმს წინა დღეს რომ ბავშვმა დაიძინა რა იმ სამეგობროს მშობლებს არს ყველაფერს გახდებოდი ეგრევე გარიყულიყო. ხო, ჩემი აზრით ეგრევე სახლიდან არ გავალ. ეს დღეში გაჭარაღარავდებოდი ჩემი. უეჭახო ვისთან 10 წლის აღარა ბავშვი. შენი ასაკის ტიპებთან რომ მიხვიდე ხო ხდება რომ სერიოზულად არავინ არ აღიქოს. რაოდენ არ უნდა დაულაგო კანტის თეორიები. ხო ხდება აზრი არა, ერთ-ერთი ბიტკოინს ვიყიდიდი. დაველოდებოდი. არა, პლუსებიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ გონი არ მაინც სასჯელია. შენ ჯერი. ერთ შენ მოგპარა. რომელ ქვეყანაში მოგზაურობისას გიგრძვნია თავი ყველაზე მეტად სახლში? ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა გიყვარს სამოგზაუროდ? შეიძლება არსად არ მიგრძვნია სახლში ეს არ მიგრძვნია არსად ძალიან კომფორტულად მიგრძვნია და მქონია ის რომ აქ ძალიან დიდხანს გავკაჩავ რაც ადრე მქონდა რომ არ ამგონია არა აზიაში მაგალითად რაც ტაილანდში რაც ვიყავი სიტყვაზე ვიგრძენი რომ ძალიან დიდხანს გავკაჩავ რა ეხლა სად მიდიხარ რომ იძახდი ესე ოქრო არა ეგ არის ავსტრია სადაც ეს მდინარეში რო ოქრო მოიპოვება რა ჯამით რო ეძებენ რაღაცები ტყეში ზემოთ კარვით უნდა ავიდე არავი გავშალო მდინარესთან ვიცხოვრო ყოველდღე ვიჩიჩქნაო მდინარეში ვრეცხო ეს ქვიშა თუ რამე ამოვა ძალიან საინტერესო გამოცდილება არის და ეგ არის ავსტრიის სადღაც იქით ალპურ ზონაში რა მაგრამ ავსტრია კარგია, მაგრამ სახლი ხომ მით უმეტეს. ხო, სახლია. სახლი მაინც სახლია. დავაი. რა არის ის ერთი ფაქტი ან თვისება რა შენ შესახებ, რაზეც ადამიანებს ყველაზე მცდარი წარმოდგენა აქვთ. მაქვს კარგი იუმორის გრძნობა. ალბათ ეგ გონიათ რომ გაქვს და არ გაქვს თუ პირიქით? პირიქით. გონია რომ არ გაქვს და არა და გაქვს. ხო, გონიათ რომ მაქვს რა იუმორის გრძნობა. გონიათ რომ აქვს და არ გაქვს. რატო გონია რომ? ყუმრობ რა. აი ხო გიწარი არ ხო ხედა. არ ცდება. ესე იგი მართალია. ოკეი. მაგას ქვია სტრანი, დასამუღამებელი გუბოს. კაი. ყველაზე სულელური რამ რაც მოგზაურობის დაწყებამდე ჩემოდანში ჩაგიდია. ნახევარი ჩემოდანი ეგეთია ხოლმე ყოველთვის ხო ფიქრობ ეს რა აი რა შუა ძალიან ბევრი რაღაც ხო აი ბოლო მოგზაურობა რო გავიხსენოთ ეხლა რა და მოტოთი რომ მიდიხარ ხოლმე რა ყველა დეტალი იქ ზუსტად მოტოზე იმიტომ რომ წონის თემა მოტო არის როგორ იცი რომ სამი საბარგული გაქვს რა პლუს ზემოდან ჩანთას ამაგრებს კამზე წელის ჩანთა გაქვს იქ რადგან ყოველი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია იქ მენეჯმენტი იდეალურადაა ხოლმე ერთი ჩანთა არის კარვის და დასარჩენი აქსესუარები მეორე ჩანთა არის რაღაც სიტყვაზე მოტოს სათადარიგო რაღაცები უკან არის საჭმელი მაცივარი რაღაცა აპარატურა სკამზე არის ტანსაცმელი წინ პატარა ჩანთაში ეს ხელსაწყლუჩები და რაღაცები მოკლედ იქ ზუსტად მაქვს მაგრამ აი როცა ჩემოდი მივფრინა ვაიმე რამდენი სისულელეჩი, არ ვიცი, ზედმეტი ტანსაცმელი ყოველთვის, ზედმეტი აპარატურა ყოველთვის, როგონია რომ სეტებს გაშლი და განათებს. ადგილზე რო ხაფიქრო, რა განათება, ბიჭო, რა განათება, რამე ანთე უბრალოდ და გადაიღე, იმიტომ რომ არაფერი არ არის შესაერთებელია. მე ეგრე ვარ, აი 20 კილობარგი თუ ვიმაქ, 10 კილო უეჭველი სისულელე არის. უეჭველი. აი ხა ტაილანდში რო ვიყავ 72 საათი ვიყავი კუნძულზე მარტო მაკონტეც ვიღებდი გადარჩენის და რამდენი დებილობა წავიღე. სამი ანკესი რა თმინდოდა, ვინმე მეტყვის პატარები, მაგრამ აი სამი რა თმინდა. ერთი ვარ, ორი ხელი. ერთი რო გაფუჭდა. ესე უნდა მესროლა თუ ზღვა არის, წარმოგიდგენთ, ოკეანე, ანუ რატო გადავწყვიტე, რომ დონკასავით ისე დავდები და პაპლაუქს შევხედავდი, ეგრე ვერ დადებ. აი რა სისულელეები, რაღაცეები, ეგრე წავიღე. იმის მაგივრად წყალი ძამეღო აჯობებდა, მაგრამ ეგ მაქვს რაღაცებს ვერ ვამენეჯმენტებ ფრენის დროს. ოკეი. მე ვარ ხო? დავაი. ისე ამომწურავ პასუხს იძლევი ხოლმე ჩაკითხოს ხო ანუ ჩაკითხოს დიდად აზრი აღარ აქვს. აბა თუ რაღაცა მოვაკელი მე რა ჩამეკითხე. მარიამ შენ რა სიტყვი მე მგონი ისეთ პასუხს იძლევა რომ ვეღარ ჩაეკითხები ადამიანი. ერთი შეფასება კომენტარი რომელმაც ყველაზე მეტად გატკინა გული.
აი სიმართლე რო თქვა ძალიან ყოფილა რომ აი თქვა დაუბულინგები ვარ თან რაღაცა სუკანი ვინ არიან რაღაცა მაგრამ აი არასდროს გულთან ახლოს არ მიმიტანია არც ერთი ბულინგი ან ცუდი კომენტარი რა. იმიტომ რომ ჯერ ერთი არც ვიცი იმის უკან ვინ დგას, შეიძლება ვიღაც პატარა ბავშვი დგას ან მოხუცი ბებო. ხო, ეგ არის. შენ ისე გტკენია რაღაცები? ოდესღაც თავიდან ახალი მოგხილი რო იყო ზოგადად ეს სოციალური სივრცე ბაზარი არ ეხლა ანუ ეხლა ხო. ამ ჯავშანჟილებს ვერ გახვრიტავენ. ხო, არა, მეც აი ანუ იმდენად რაღაცა ის მაქვს რომ ჩემზე ყოველ შემთხვევაში არის. ერთ კურსში შევში, მეორე კურსში გამოვში. 1000 ერთხელ რაღაცებს როგორ არ ვკითხულობ ხოლმე გავიპრანჭო რა. ძირთად ჩემი კონტენტის ქვემოთ პოდკასტის და იმის კომენტს რომ მაინტერესებს რა გაიგეს, რა ვერ გაიგეს, რა ეს რაღაცები. ზოგადად ჩემზე კომენტარები საადვდიო სადვეზებო მილიონი რაღაცა დევს ხო ხდა სისულელია იმის დაძე. ზუსტად ვიცი ვიღაცა გაგინებს, ვიღაცა გაქებს, ვიღაცას უყარხარ, ვიღაცას ეზიზღები ანუ ჩემთვის მნიშვნელობა მარტო იმას აქვს, რაც ჩემს არეალში ხდება რა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ ვიღაცას რამის თქმა უნდა, აგერ აი მოდი ვნახე და მიდე იქ მელაპარაკე, გინდა კარგი მითხარი, გინდა ცუდი, კარგიც ეგრე მოქმედებს რა. ანუ უშუალოდ რასაც ჩემს ცხოვრებაზე გავლენა არ აქვს. შეიძლება წაიკითხო იმ მომენტში რაღაცა, მაგრამ რო დაილექოს ეს რა ისე რომ 10 წუთში რო გახსოვდეს, გამორიცხულია. ბოლო ალბათ 12 წელი მაინც რა. აი ბოლო 12 წელი შემიძლია ვთქვა რომ მეტნაკლებად ყოველ წელს უფრო და უფრო შინაგან ამ ემოციებთან დისტანციას სიკავებს შინაგანი მე რა. სხვა რაღაცებია პრიორიტეტი. ძალიან ბევრჯერ ყოფილ ხარ ამ ქარცეცხლში რა რაღაც ამბები როგორ დება ხოლმე და ყველაზე ბინძური რა აქვს ქართულ პრესას, ყვითელ პრესას. სად გვაქვს რო იდეაში ყვითელი პრესი? მე რაც ვინ გააყვითლა რომ? ეს ქაღალდზე რაღაცა ხო იცი იმის ქაღალდზე დაბეჭდილები რო არის რა. რო შეხედავ და ხერო დაგენანება რომ ამის გამო მოკვდა ეგეთ ჟურნალები როა ზოგი ისეთი უხარისხო როა. დაახლოებით ალბათ 7 წელია არ მიმიცია მსგავსი ინტერვიუ რა. მანამდე თითქმის არ ვეუბნებოდი ხოლმე უარს რატომღაც ანუ ეხლა აღარცა მოდაში რა ვიცი არა რეკავენ მაგრამ просто ალბათ ისეთ უარზე უშვებ ხოლმე რომ გამორიცხულია რა იცი რა საკეთებდა კონტექსტს არავინ არ ითვალისწინებდა და ესმის რა ანუ ეხლა YouTube-ზე მიდგომიდან გამომდინარე კლიკბეიტი სხვა არაფერი არ არის და კლიკბეიტს იგივე საკეთებ პოსტერს იგივე საკეთებ როცა ვლოგს საკეთებ რაღაცა რა შენ იღებ ფრაზას რომელიც არის კლიკბეიტი და მერე კონტექსტში უნდა გამართდებოდეს მაგრამ იყო ძალიან ბევრი შემთხვევა რომ აი კონტექსტიდან კი არ იყო ამოგლეჯილი პირადი რაღაცა ეწერა რა ანუ სათაური იყო დამკვირვებლის პოზიციიდან დასკვნა რომელიც რო ჩართავდი თქო რო წაიკითხავდი არაფერ შუაში კონტექსტთან არ იყო და რო გეუნებოდი რომ გამოგიგზავნი ინტერვიუს სანამ დაიბეჭდება მაგაშიც წყულდებოდი რა გიგზავნიდნენ და ის არის ნუ იდეაში ძირთად შემთხვევაში რაც ილაპარაკე ეგ დიალოგია მაგრამ სათაური არ ყოფილა იქ რა ეგრე ყოფილა ძალიან ბევრჯერ მე ხვდებოდი რომ ნუ არანაირი ბრაზს აზრი არ აქვს რო დისტანცირება რა ნახვამდის ასე რომ წყენია ალბათ პირველად რომ მოხდა ახალგაზრდა რო ვიყავი რომ ყველაფერს რომ მე ამიტომაც უყურებ რომ ყველაფერი რომ კეთილი და კარგი გონია უიმე როგორი კადრეს მაგრამ ცხოვრებაა რა ვიღაცა თავის ლუკმა პურსა ესე შენ ხარჯზე შოულობს და ნუ საწყენია მაგრამ გასაგებია რა ყველაზე შავი პიარი რა გახსნათ ოპერაციებში ყველაზე შავი პიარი სიკვდილი ბევრჯერ ძალიან აი ეგ არის ბოროტი ამბავი რა. შენზე უთქვა მეგა გავცელებულა. რაღაცა პოსტი დადებულა რომ მოტოთი დავილეწე მოვკვდი, რაღაცა და პანიკა რო არის, ხო იცი რომ გირეკავენ და ხანდახან რომ ემთხოვა რომ ტელეფონი არ გაქვს თან რა, ამ ქანაში გაქან გადასული ხარ და ხო შეიძლება მაგ დროს რაღაც შობელი ვიღაცა რა დაემართო, სინერვულს კი გაჭაღარავდნენ რა 1-2 რა და ვერც მივაგენი საწყის ეტაპს ვინ იყო რა, წყარო პირველ წყარო. და მიზანი რა აქვს ალბათ რა. ნახვები შემოსვლა მაშინ იყო ხოლმე როგორი რეკლამები, იცი რომ გადადიოდი პეიჯზე რომ გიგდებს რა რაღაცებს, მაშინ ეგ იყო ხოლმე და რაღაცა საიტები, მოსაიტო პონტები იყო ხოლმე რა. აი ერთი მახსოვს მინიმუმ 3ჯერ ეგეთი ჩემი სიკვდილის ამბავი. რაც ძალიან ანუ აი მეტი რო არ შეიძლება რა. სხვა ესე ეხა ვიღაცასთან იგ რომანების მოწერები ახალგაზრდობებში და იმასთან ეგენ როგორ ისე იცი რომ თქი იბაზონო რაც უნდა ის გაეხადო. თავი ან კონტექსტში ვინმე შეურაცხყოფა არ იყოს რა. ანუ ვიღაცის შეურაცხყოფა ესე არასოდეს არ ყოფილა. ერთი იმ ადამიანისთვის ამდენად სასიამოვნო რომ შენთან მოგაწენენ რომ ასე კიდე სხვა არის. ვიღაცები
ჩემს გამო ჩემი მეგობარი გოგონები, იმენა მეგობარი გოგონები, ოღონდ რა პრიკუბში მოყოლი ჟარგონზე გადავედი, ხო? ამბავში მოყოლილან, იმიტომ რომ ფოტოში ერთად ვიყავით და უბრალოდ რაღაცაზე ერთად წავედით სადღაც რესტორანში 5 კაცი და გვერდი ჯექით მაგრამ ეს ყველაფერი არ წყენია. საწყენია, რომ დღემდე არსებობენ ეგეთი ბოროტი ადამიანები, დღესაც მინახავს ეგეთი პოსტები, ეხლა ხანს ვნახე ვიღაც ვანიკოზე თარხნიშვილზე თუ ვიღაცა ვერ ხვდები რატო უნდა გააკეთო. ხო და ნუ შვებით, ვინც შვებით. ანუ ძალიან ბოროტია. იმისთვის კი არა ვიზეთს წერთ, ის კი როგორმე გადაიტანს. შეხედეთ უბრალოდ მისი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები სანამ დაადგენენ რომ თქვენ სისულელე მოროშეთ და დაწერეთ მათ გულში რა ხდება. შეიძლება ვიღაცას ძალიან რაღაცა სუსტი გული აქვს, ავანტყოფია და დადგენამდეც ვერ მივიდეს. ამიტომ ჯვარი გეწეროთ, ეგეთ სოდვაში ფეხი ჩადგათ და არაფრის მომცემი არ არის რა. დებილობა. ეს ჩემია? კი. შენი ცხოვრების პოდკასტ რა ერქმეოდა ზუსტად ის რაც ქვია. არასერიოზული. ზუსტად იდეალურად აკვდება. ჩემი პოდკასტის სახელი ჩემს ალბათ ცხოვრების ათაურსაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მან პაუზაა ხო არასთან? ადრე იყო ჩანაფიქრი ეგეთი რა. არა სერიოზული პოდკასტი. და მაგაზე ვღადაობდით ხოლმე და ერთობოდით, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ალბათ ქვეცნობიერის ამბავი იყო, მაგას ვარქმევდი და ხვდები რომ ბევრ სხვა რაღაცას განასახიერებს ეს ჩემთვის ეს არასერიოზული და აღარ არის ეგ არა სერიოზული, არის არასერიოზული პოდკასტი. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, სადაც უნდა გააკეთოს მახვილი. ჩანაფიქრში ეს არ მოიაზრებს პირდაპირ ბუკვალურად გაგებას რა. ალბათ ერთ-ერთი ყველა სერიოზული პოდკასტია, გადახედავთ რა, ნახევარ ეპიზოდებს მაინც ისეთ თემებზე არის ლაპარაკი, ისეთი რაღაცები მომხდარა, მაგას არ განასახიერებს. ესე ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ ალბათ რაღაცეებში. იდეალურად აკვდება ჩემს პერსონაჟს. მე რას მირჩევდი როგორც პოდკასტ დამწყე პოდკასტერს, აი შენ გამოცდილი ხარ მაგ საქმეში და აი ეხა ესეთი სტილი რამდენად მოგწონს შენთვის მისაღებია? პოდკასტია, მე და შევსაუბრობთ რა თანაბარ უფლებებზე ვსაუბრობთ. ანუ მეც იმდენი შემიძლია ვილაპარაკო და შენც რამდენიც გვინდა. არც ერთი პერსონა იდეაში აქ თავარი არ არის. პოდკასტის მთელი არსი ეს ჩემთვის სუბიექტური აზრია, ეგ არის. ის რომ შენ რაღაცა ელემენტი დაამატ, ეს მხოლოდ შენი ბონუსია რა. ვიღაცამ შეიძლება სხვა საჭმელი დაამატოს, ვიღაცამ შეიძლება რაღაცა დაამატოს. თავარი არის პირობითობა, რომ ორი ადამიანი ვსაუბრობთ. მე ვერაფერს ესე ვერ გირჩევ გარდა გამძლეობისა რა. ძალიან საინტერესო და ამავე დროს რთული ჟანრი არის. მე გისურვებ ნერვები გეყოს, რომ ეს იმ სირთულეების მიუხედავად, ან ღმერთს მაგას არ მიუხედავად, რომელიც გამოჩნდება, იქნება ეს ფინანსური, იქნება ეს განწყობა, იქნება ეს სტუმრის ვერ გაჩითვა ასე შემდეგ. შენ შეძლო ამ ყველაფერში ლავირება, თუ ეს მართლა გევასება, რასაც აკეთებ, იქამდე გეკაჩოს, სადამდეც აი იმ რაღაცა შედეგს არ დადებ, რაც შენ გულს უნდა რა. აი ეგაა ყველაზე რთული, შენ არ ჩუნება. აი გადაქცევა დისციპლინად, რომ შეიძლება დღეს მთელი სეზონი ჩავარდა, ისეთი არ იყო როგორც წინა სეზონი. თითქოს ყველაფერი რეგრესისკენ მიდის. მაგრამ შენ თუ ეს მოგწონს რო აკეთო, იქ არის 50-50-ზე. ის პირველი 50 შენი სიამოვნებისთვის კეთებაა, მეორე 50 არის მაყურებლისთვის. მინიმუმ ამის ხარჯზე გაიტან რა. ასე რომ გირჩევ, გისურვებ, რომ გამძლეობა. რომ ეს აკეთო აქციო დისციპლინად და არა დღეს რაღაცა მინდა, ხვალ შეიძლება უკეთესი ვნახო, უკეთესიც აკეთე, უბრალოდ თუ ეს გინდა, მე ეგრე ვარ. გონია რომ დიდხანს გავაკეთებ რა. მე-7 წელი დაიწყო პოდკასტელი მუღამბეგა რაც ასაკი გამატება უფრო საინტერესო ხდება, იმიტომ რომ ცხოვრებისეული გამოცდილების რეტრანსლირება ამ ფორმატში, ასე რომ თუ რამე ფინანსური კატასტროფა არ მომივა რაღაცა პირადი მარაზმი არ მოხდება, რომელიც დამაპაუზებს დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ გამაჩერებს, სხვა შემთხვევაში მე მინდა რომ ეს ვაკეთო. იმიტომ რომ ვიხარჯებიდან ფინანსები უფრო და უფრო მეტი გექნება ხა შენ. იცი რა არის პერიოდები, რომ აი ხო ხედავ რითიც სანამ კამერებს ჩავთავდით რა რაღაცები არ განასახიერებს რაღაც ციფრები არ განასახიერებს რაღაცებს ესეც პირობითობა ანუ არ ჩათვალო რომ 100,000 გამომწერი ავტომატურად ნიშნავს რომ მილიონერი ხარ სიტყვაზე გეუბნები ხო ხედავ აგერ საუბრობდით ბევრად ნაკლებ გამომწერზე მაგრამ ყავს ვიღაცა კარგი სპონსორი და ღმერთმა ხელი მოუმართოს იგივე შენ შეიძლება 9 ჯერ ჩემზე ნაკლები ყავს ან მეტი ყავს ეგრე ვერ გაიგებ ამიტომ ამაზე მიბმაც აი სპონსორზე მიბმაც აი ეგ ერთ-ერთი ისაა რაც გისურვე რა მე მქონდა ის რომ ეს სპონსორები არ მყავდა 40,000-მდე აი ესეთი ერთი სპონსორი შემოვაგავა ხო იცი სტაბილური პარტნიორი არ მყოლია როგორც ეხლა მყავს უკვე ბოლო 5 წელი ეს იყო აი ის მუღამი აი ის რაც მინდოდა რომ მეკეთებინა და დღემდე არის ეგ მუღამი შეიძლება ისე ანთებული თვალებით ვეღარ ვარ როგორც პირველ
20 ეპიზოდში. მაგრამ ეს მართლა ისაა, რაც მიყვარს რომ ვაკეთო რა. Super. მადლობა. ჭირი. მთელი ხო ხდები ეს რაღაცის თქმა არ ვიცი. მაგრამ ეხლა დელი გადმოსახედიდან აშკარად გინდა, მაგრამ მინდა რომ ვაკეთო რა. იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებს ეს პოდკასტი ჩემთვის, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ხელშემიწყობს და არაფრით რეგრესია არ იქნება არც ერთ ასპექტში. ანუ ეს არის საინტერესო ადამიანებთან ბევრი ახალის გაგება და საინტერესო დროის გატარება. და ამავე დროს ალბათობა იმის, რომ ეს ვიღაცის გულში და სულში ისეთ გამოძახილს ან ინფორმაციულ ბომბს ჩადებს, რომ შეიძლება ცხოვრება შეეცვალოს. ამისი ბევრი მაგალითი ყოფილა. მილიონობით წერილი მომსვლია ამ წლების მანძილზე. კონკრეტულ ეპიზოდში, სადაც ფრაზას, რომელიც მე არც მიმიქცევია ყურადღება, სტუმარს არ მიუქცევია ყურადღება, ისე შემოუტრიალებია ამ ტიპების ცხოვრება, ისე გადაუფასებულა რაღაცები, რაზეც მე კიდევ ერთხელ გეუბნები, არც კი მიფიქრია იმ მომენტში, რომ რაღაცას ისე ვამბობდით, მაგრამ არის ბევრი პოდკასტი იქ, რომელიც იმიტომ ვამბობდი ხოლმე სათაობებს მამაღალია, მაგრამ გონი რომ დიდხანს გაკაჩავს რა რაღაცა ეპიზოდები, იმიტომ რომ იქ რა თემებიც არის ფუნდამენტალური. მარტო დეკორაციები იცვლება რა წლები გადის, სხვა არაფერი, ის ტკივილები ადამიანებს სუეტკიებად, სუ ისე ეშიებად, იმიტომ ვიღაცებმა იქ ნახეს შვება, გამოძახილი მარტო აღარ იგრძნეს თავი. აი ეს ყველაფერი რო იცი და ფთარო გიყვარს ასაკეთებ, ისე გეხმარება რო აკეთო. ამას თუ ემატება რომ სპონსორიც ყავს და ისიც ყავს თქო, აი საერთოდ ყველაფერი ჰარმონია ხო რა. ოკეი, ნახოთ. მე როგორ წავებ. მე მთელი გულით გისურვებ რა. თორემ მისაღებია და გავიგე და ნახოთ რა, მეც მომწონს ეს საქმე და ძალიან კლასიკა. ეგრე ვფიქრობ, რომ რატომაც არა შეიძლება მთელი ცხოვრებაც ეს ვაკეთო. ღმერთმა რატომაც შეიძლება ინტენსიობა არ იყოს კვირაში ერთხელ, მაგრამ იყოს რაღაც სხვა ინტენსიობა, მაგრამ ვაკეთო რა, იმიტომ რომ მომწონს. რეჟიმი უკვე დაალაგებადია, რეჟიმი დაალაგებ. შემდეგი კითხვა ისეთი არის, ალბათ უფრო შენზე არის რა, იმიტომ რომ მე იმდენად ცნობილი არა ვარ. ეხლა როგორია გიორგი ვარდოსაინძის თვალში? ეკრანზე ცნობილი ადამიანი ხარ, სახში ვინ ხარ? ეხლა ცნობილი ადამიანი ჩვენ შორის შენ ხარ და შენზე არის. სახში ვინ ხარ? ეგ კითხვა ჩემთან არ არის რა. ეგ არის სახში ვინც მელოდება ალბათ იმათთან, ალბათ აუტანელი რაღაცეებში მძიმე. ანუ რადიკალურად სხვა როლი გაქვს ეკრანზე? აი ხა მე რადიკალურად სხვა როლი არ მაქვს ხა სახში მე პროფესია მაქვს ისეთი რომ როლები უნდა ვაკეთო რა. ჩემი თავარი პროფესია შეიძლება ვიღაცას ახალი თაობიდან პოდკასტის სამყარო ვგონი ვარ და ეს ვაფშე რა პრობლემა ხო ხდები თითქმის იგივენაირად მოყავს YouTube-ი როგორც ალბათ ჩემი ძირითადი პროფესია. და ჩემი პროფესია ზოგადად როლების კეთებაა. მაგრამ არ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნიღბების მორგების, იმიტომაც არ მიყვარს ტელევიზია, არ შინაგანად ყოველთვის დისკომფორტი მქონდა, როდესაც ადამიანები რაღაცა ჩარჩოებს და ნიღბებს ირგებენ. ამიტომ სულ ვცდილობ ვიყო ავთენტური. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ გამომდის. ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებული ვარ, ან ვინმეა ვალდებული. მაგრამ ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ის ადამიანი, ვისაც თქვენ ხედავთ, სახშიც ეგეთია რა. სახში კი არა, კამერა რო ითიშება ეგეთია. არ ვიცი, ეს უკვე იმ ადამიანების სათქმელია, ვინც კამერაშიც ჩემთან ერთად აქვს ურთიერთობა და ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს სიტყვაზე რაღაცით რა. ის დასკვნების სისულელე არის. აი ლაივში გავიცანი და ისეთი ყოფილა, როგორიც ადამიანზე ვაფშე ეს დახასიათებენ, მგონი რომ სისულელეა რა. მე ძალიან ცოტა ადამიანზე შემიძლია ვთქვა, რომ ვიცნობ როგორია. ანუ ძალიან ცოტაზე, იმდენი დრო მაქვს იმათა ერთად გატარებული, იმდენი მათი ცუდი, კარგი, ყველანაირი ემოციის გამოხატულება. მინახავს, შემიძლია მეტნაკლებად თქვა, რომ ვიცნობ და ეს ტიპი არის თითზე ჩამოსათვლელი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, არანაირად არ ვიცნობთ, უბრალოდ ჩვენ კონკრეტულ გამოვლენებებს ვიცნობთ, რომელიც იმ მომენტში იყო, იმ განწყობაში იყო, იმ ამინდში იყო, იმ კონტექსტში იყო და ასე შემდეგ. გამსხვავდება თუ არა გიორგი, ალბათ ყველას ვინც ოჯახის წევრია და უახლოესი მეგობარია ჩემი გეტყვის, რომ დიდწილად განსხვავდება. ყოველთვის მინდა რომ ხიარული ვიყო ერთი ეგაა, იმიტომ რომ არავის შენი პრობლემები დიდად არ აღელვებს და არ მიყვარს ხოლმე დაგრუზო ადამიანების. ეს არ ნიშნავს რომ არ დამიგრუზია, ალბათ დამიგრუზია, მეც ადამიანი ვარ სადღაც გამძვრა რაღაცის თქვა, მაგრამ ესეთი პირობითობაა რა, რომ 80%-ს სულ ფეხებზე კიდია შენი პრობლემები რა. 19%-ს უხარია შენი პრობლემები, იმიტომ რომ საკუთარ თავს გძნობს იმ მომენტში უკეთესად. აი თვითონ რომ ეს პრობლემა არ აქვს უკეთესად. აი ეს 1%-ია რა. ოჯახი, უახლოესი წრე, ვისაც მართლა აღელვებს და ასე შემდეგ.
იმ 1%-ისთვის როგორმე კამერის გარეთ ვიმუშავებ რა, მაგრამ ეზარება ეხა აქ ვიღაცას რაღაცა უმტკიცო. მაგრამ შინაგანად მინდა რომ გიხაროდეთ. კონტენტიც ეგეთი მაქვს, მინდა რომ იყოს შემეცნებითი, გასახარებელი, იმიტომ რომ იმდენი ცუდი ხდება გარჩევო. არ მინდა მეც კიდე ერთი კუნძული ვიყო, სადაც აი ცუდი და ნეგატივი იქნება. ვიღაცა რომ გამოიხედება ვარდოსაინძის მიკროსამყაროში ფათაზე გაჩილოს რა, გაიცინოს რა. იდიოტიაო იფიქროს. ისე იუმორისტულ რამეს არ ფიქრობ, არ გიფიქრია YouTube-ზე რომ გააკეთო? აი იყო რა, ეს გათევზვა იყო, რომელმაც რო თავისი საქმე ისე გააკეთა, რომ მეტი არ შეიძლება. ყოველ ვლოგში რაღაცა ეგეთი მაქვს რა. ყოველ ვლოგი ხო მაგას ვლოგში ყველაზე ავთენტური ხარ. ფიქრობ, არის ახლა გეგმები, ახლა ახლომავალში შეხვედრები მაქვს, ძალიან დიდი გეგმა არის, დიდი რესურსი ჭირდება და თუ ისე დავალაგე, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ისეთ გრანდიოზულ საინტერესო შოუს გავაკეთებ რა YouTube-ზე, მაგრამ ჩემ არხზეც 1000-ში ერთხელ ახლა შეიძლება გამხوار გამიგზელდა რა. აი რას ნიშნავს ასაკი და მეტამორფოზა რა. გინდა არ გინდა. ეხლა გავაკეთებ ვლოგები გავთიშე რა ჩემი არხიდან კი დაიდება, მაგრამ ყველა ერთი 100 ეპიზოდი ვლოგი ავიღე ძველი, ცალკე არხი გავაკეთე და თავიდან გადავამონტაჟე. თავიდან გადავამონტაჟე, იმიტომ რომ იქ რაღაცეები ხარისხი არ გოდახმა გავწმინდე, ეხლა გვაქვს ინსტრუმენტები AI-ის დახმარებით, იმის დახმარებით და სულ სხვა პროდუქტი მივიღე რა. გააუკეთესე. გავაუკეთესე. მაგრამ რის თქმა უნდა იუმორის კონტექსტში. აღმოაჩინე რომ ისეთი კარგი გაგებით მარაზმი ხდებოდა, ისიც ხო მე ვარ, ის ჩემი შავი იუმორიც ხო დღემდე აქ არის. უბრალოდ შეიძლება ეგრეთი ხშირი სურვილი აღარ მაქვს ამ ესე რეტრანსლირების, თორე უკვე მამა ვარ, რაღაცეები მე ამ სიამოვნებს, რაღაცეები მე თვითონ ყურში სხვანაირად ხდება, მაშინ არ მქონდა ეს შინაგანი პასუხისმგებლობები. იქ მარაზმი ხდებოდა. აი რა გითხრა, ერთი მინიმუმ 50 სკეჩი ამოვჭერი. იცი როგორი სკეჩებია, რომ ჯერ ჩავიფსი სიცილით, არც მახსოვდა. მაგრამ თქვი რომ აი ეხლა უკვე ჩემ არხზე აღარ მინდა ეს რა. ანუ ის იმ 10-28 წლის გიორგისგან გარკვეული კონტექსტიდან გამომდინარე ასატანი იყოს. არ მინდა ეხლა რომ ჩემმა შვილმა მამა გიორგისგან უკვე აღარ არ მინდა რა. კი არ მეგრეხება. ანუ ნუ აღარ რა. რაღაცეებს აქ ხანდაზმულობა, ესე მგონია, იმ მომენტში არის დერსკი და კარგი და ეხლა რაღაცეები ცოტა მოიკლო შეიძლება იუმორისტულობა, მაგრამ ის დამპალი იუმორი რაც ყოველთვის გონდა, არსად არ გამქრალა მეგობრებო. ყოველთვის არის, ძინავს, იზრდება და ბოროტდება. და რა ქვია მაგ არხს ვლოგი? ეხლა ჯერ არ ჩამიშვია, ჯერ ახლა უბრალოდ შეფუთვა გავაკეთე, ვიდეოები დევს ერთი 20 ვიდეო, მაგრამ დაკეტილი არის რა, არ ჩანს. ვარდოსანიძე ვლოგს ესე ქვია რა. ჯერ არ ჩამიშვია, ალბათ ერთ თვეში ჩაუშვებ. მაგრამ გამოწერა შეუულიათ უკვე, ხო? კი, არა, ესე 1000 კაცამდე უკვე არის რა, პროს დავაანონსე. 1000 კაცამდე უკვე. ხო, ანუ, კაი, ჩემთან მაინც ეგრე ნულა პარამეტრი. ხო, ბაზარი არა. მოკლე, იმ იქიდან გამომდინარე, რომ ეხა 150000 აქედან. 1000 კაცამდე გამომწერმა გამოიწერეთ. 4 ჩვევ შეგიძლიათ გადახვიდე და ვარდოსაინძე ვლოგს ჩაწერ და ნახავთ. აიგებათ. მე ვარ. გავედით ბოლოში? ეგ არის. მოიმედე და ოდესმე ისე დაკარგულ ხარ მოგზაურობისას რომ Google Maps-ში ვაიმე რამდენი ძინა ჩართეთ ჩემი ტურნეს ვიდეოები და გინების მომენტებზე პროსტა გააჭერეთ სად ვარ ანუ აი Google-ი რო გეუბნება რომ ეხა შენ შედიხარ ბოსნიაში და უყურებ რომ სადღაც ანტარქტიდაში ხარ ანუ ვაფშე არ ხარ იქ სადაც აუ აი რამდენჯერ იცი ყოველ ტურნეში ჯამში რო დავთვალოთ მინიმუმ 1000 კილომეტრი მაქვს ეგრე გამრუდებული. დაკარგული, ანუ სადღაც აღმოჩენილ ვარ ტყეებში, არაფერი რო აღარ იჭერს, აი საერთოდ. არაფერი, გრაფიკაც რო აღარ არის დაწერილი, ხო იცი, თამაში რო ლაგავს ხოლმე. აი ეგეთი ცა რო იჩითება უკვე და ფიქრობ რომ და დაღამეა 4 საათია, დათვები დარბიან რაღაცები და ფიქრობ რომ Google შენი, აი Google Map-ი კი არა. ერთხელ მახსოვს პირველ ტურნეში 2017-ში ვისაც ნახე გაკ დააკვირდი თავიდან ჩემ მოტოციკლს წინ შუშა აქვს და მე აღარა აქვს ანუ ვენეცია ღამეა აი მახსოვს 2017 წელი აგვისტო ღამე სადღაც 4-ის ნახევარი რუკა გვიჩვენებს რომ ვენეციიდან გადავდივართ ანკორა ქვიათ მე მგონი სწორად მახსოვს რა საპორტო ქალაქია საიდანაც მე საბერძნეთში გემით უნდა გადავიდეთ მიჩვენებს რომ ავტობანზე ვდგავართ არაფერი რო არ არის ხო იცი ავტობანზე გადასახვევი რკინები რომ იყვება 22 კილომეტრში მიჩვენებს მარჯვნივ არის ამ ანკორაში თუ რაღაცაში გადასახვა. ვართ ბინძური დასაბანი მშიერი და გადაღლილი უკვე ბოლოა ტურნესი რა. და ბიჭო მივდივართ და არ არის რა ეს მიჩვენებს საერთოდ კედელია არ არის.
ნუ გავიარეთ ესე. მე ვთქვი ალბათ შეგვეშალა ამას რაციებში ველაპარაკებით 2 მოტო ვართ რა. ალბათ შეგვეშალა წინი ვარ და მოსახვევი მოვატრიალ თქვენ მოსახვევი არის 24 კილომეტრში. აი ესე ხალხო, მე მეგონა რომ ვერ იჭერს რაღაცა 24 კილომეტრიანი 3 წრე ან 48 კილომეტრი სამჯერ ღამე ისედაც დაღრილზე აი ესე წრეები ვარ. ეძებდი იმ შესახებ. ვაფშე არასდროს გადავტვირთეთ, მე მივხვდი, თავიდან ჩაიტვირთა და ვაფშე სხვაგანი იყო. გამოვლილი ქონდა ის ჩასახვევი თუ რაღაც და ხო და გამწარებულზე ძვირიანი კარგი მოტოციკლები ყავდა დიდი შუში და აი მუჭს რო ხე, მუჭი ხე და გაძრა ეს შუშე და მე კოღოებს რო ჭამდი გზაში მომხდებოდი რომ ეს კი შენი გაბაზება არ შეიძლება. ასე რომ მეფებს მაგრად უღალატია, აი წან. ვინმეს თუ გაქვს საშუალება, ცალკე GPS-ი იყიდოთ, აი თანადგარი GPS-ები როა დაკავშირებული, მგონია რომ ის უკეთესი არის. მეფებით ძალიან დავტანჯულ ვარ. ძალიან. ოკეი. გითანახსნო. მადლობა. ხე ისეთი მოყევი ბევრი კლუბი დიდი ძალიან ჯამში 2000 კილომეტრი მაინც. ოკეი. კაი, ერთი შენ და გავედით ბოლოში. რა მოგცა მამობამ ისეთი რაც ვერ მოგცა ვერც ფულმა, ვერც ცნობადობა, ვერც მოგზაურობა, ვერც იმან, ვერც ამან და ასე შემდეგ. ხა მამობამ რა მომცა მაგარი კითხვა ხო. მამობამ პირველ რიგში მე რაც მომცა, ბევრი რაღაც მომცა, მაგრამ ხა რაც ერთი გრამს ხო 9 წლის. ვაიმე კაგეზარდეს რა მაგარი. ანდრია, მივესალმები ანდრიას. სალამი შემოგეძლო. დიდათ მიყურებს ხოლმე, მაგრამ არ უყარს მაინც დიდათ პოდკასტები. მაინც გასართობ YouTube-ს უყურებს, მაგრამ უფრო გასართობ რაღაცებს რა. ყველაზე მაგარი რაც მომცა მამობამ არის ის, რომ აი რაღაც პარალელს ვავლებ ჩემ შვილს შორის, რომ მე ვარ მისი мама და ღმერთსა და ჩემ შორის დამოკიდებულებას რა. აი ესეთი თუ სწორად ავხსენე რა, რომ აი მე როგორ დამოკიდებულებაში ვარ ჩემ შვილთან და ანუ ღმერთი როგორც ჩემი мама, როგორ დამოკიდებულებაში არის ჩემთან, როგორც მე ღმერთის შვილი. აი ეს უფრო მეტად გავიგე და შვილი რო არ მყავდა ეგ არ მესმოდა. ეგეთ რაღაცებს ვერ გაიგებ ხო თეორიის დონეზე თითქოს ბევრი რაღაც ვიცოდი ამ პროცესზე, მაგრამ პრაქტიკაში ხვდები რომ არაფერი არის. ამას ვერ გაიგებ, სანამ შენ თავზე არ შეიგრძნო, სანამ თვალებში არ ჩახედავ. რაც კი წაკითხული, მოყოლილი ვიღაცის რჩევა, ყველაფერი ქრება რა. აი ჩემი აზრით ბევრად მარტივია გაიგო შენ როცა ხარ мама, რას ნიშნავს, როცა შენ ხარ შვილი მაგალითად. ყველა ანუ ერთიანად ხვდები მე რა. ერთიანად იაზრებ მშობლები რატო ესე, რატო ისე. აი იმდენი გააზრება მოდის, იმდენი გააზრება. თუ ამაზე ფიქრობ ალბათ რა, ანუ იმდენი გააზრება მოდის და იმდენ კითხვას ეცემა პასუხი და ახალი იმდენი კითხვა იბადება, რომ ძალიან ძიმე, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია. ამას ვერც მოყოლით, ვინც არ უნდა გაგიზიაროთ, ეს ხა ჩვენი სუბიექტური იქნება. თქვენ ამის ინდივიდუალური გამოცდილება შეგექმნებათ, როდესაც რავი, მშობლები გახდებით რა, ასე რომ მასეა, ნამდვილად მასეა. გადმოვატრიალო? Yes. და მონოლოგია აქ რა. მოგზაურობა ყველაზე წუწუნა ადამიანთან ერთად, თუ მოგზაურობა იმ ადამიანთან ერთად, ვინც არ წუწუნებს, მაგრამ სულ ლაპარაკობს. ორი უკიდურესობაა. ძალიან მაღიზიანებენ წუწუნა ადამიანები რა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება, რაც ადამიანში შემიძლია დავაფიქსირო. სამწუხაროდ, ჩემ თავშიც არაერთხელ დამიფიქსირებია და ეგრევე აღკვეთა მინდა ხოლმე. წუწუნზე ცუდი გამოგონება ალბათ რავი ადამიანმა თავი დისტანცირება დაიწყო ადამიანთან არ არსება. ეს არის ყველაზე მძიმე აურა წუწუნი. ბევრი ლაპარაკი ისეთია რა. ნუ კაი, ცალყურში შევუშვებ, ცალში გამოვუშვებ. თუ არჩევანი ამორ შორისა მარტო მოგზაურობა მე ყველაზე მეტად სიამოვნებს რა. მე მივხვდი აი ბოლოს. მაგრამ აი მეორეს ან ამორში რა თქმა უნდა კაცი რომელიც ან ხალი რომელიც სულ ილაპარაკოს კაცო რაღაცა ჩაუწევ. რაღაცას ხო ილაპარაკოს რამდენჯერ ცხოვრებაში ვიღაცა ლაპარაკობს და ნუ ავტოპილოტს თავ რა. არ უსმენ რა. არა უყურებ, გესმის, მაგრამ შიგნით ნარუტოს უყურებ თავში რა, მაგრამ წუწუნი ეს ნიშნავს, რომ მოიაზრებს შენ ჩართულობას ხვდები და გავალდებულებს. ადამიანი როცა წუწუნებს შეიძლება ქვეცნობიერად ვერც იაზრებს ამას, ეს არ უნდა მას. მაგრამ შენ გრძნობ ვალდებულებას და ბრალეულობას პირველ რიგში, რომ მის მდგომარეობაში რაღაცა შენს გაქვს მიღებული მონაწილეობა, რომ ესეა
და მე ვალდებულებას რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთო რომ ეშველოს და ეს ყოველთვის ესე არ მოქმედებს რა. ამიტომ მე ვიბრიდები წუწუნზე არ შემილია რა. აბსოლუტურად გეთანხმები, დეფინიცია რო გავაკეთოთ წუწუნის რა, ეხლა მე როგორ მესმინება, პირდაპირ არის გადმონთხევა პესიმიზმის რა, წუწუნი. კი ბატონო არის და თან უმადურობა არის რა. ხო და ყველაზე მეტად ჩემ თავში რატომ აღიზიანებს ხოლმე რა, იმ დღეს ერთ-ერთ ტურნეში იყო ბოლო მონოლოგივით რა, რომ რაც არ უნდა წუწუნებდე, ანუ მესმის რომ ეს რთული გასააზრებელი 10 წამში ეს ფიქსაცია ქრება თავიდან, მაგრამ ყოველთვის შეიძლება უარესი ყოფილიყო. შენი ეს რაღაცა საწუწუნო მდგომარეობა ვიღაცისთვის არის სანატრელი. ანუ რაოდენ შენ არ უნდა გეჩვენებოდეს ეს ფრაზა მარაზმად, რომ ეს სიტუაცია როგორ შეიძლება რომ ალბათ მილიონი ადამიანი გამოჩნდება ამ 8 მილიარდ ნახევარი ადამიანი და ვისაც ოცნებად ყველაფერს იზავდა რომ შენ პირობითობაში იყოს რა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გადარჩენისთვის იბრძვის, ვისაც საკვების პრობლემა აქვს და გადარჩენისთვის იბრძვის, მოკლედ ეს როგორც კი მახსენდება ხოლმე რომ რა გაწუწუნებს, ანუ ცოცხალი ხარ, ჯანზე ხარ, პერსპექტივა გაქვს, თავში გაქვს პერსპექტივა, იცი რა უნდა გააკეთო, იცი როგორ გამოძვრე პრობლემიდან, ვალი გაქვს, იცი რამდენი ვალები აქვს, ხალხს იმის საშუალებაც არ ქონია ზოგს რომ ვალი აეღო. მიხვდი, ანუ შენ რაც აიღე, იმაში მაინც ცხოვრობ, ხალხი უსახკაროდ არის, იმის საშუალებაც არ მიეცათ, რის გამო არ მიეცათ, ვიღაცამ იზარმაცა, ვიღაცამ მნიშვნელობა არ აქვს, სტატუს quo ეგეთი რა, ვიღაცას არ დაულაგდა საუბედუროდ ცხოვრება ისე რომ დაჟე ეგეთი პრობლემები ქონოდა საპრობლემოდ. ეგეთ რაღაცეებზე რომ მახსენდება ხოლმე, მაგრად ღიზიანდები საკუთარ თავზე და გარშემო ადამიანებზე ძალიან ღიზიანდები. როგორც ვთქვათ, ერთხელ ახლა მეგობართან დაცლა, ორჯერ გასაგებია. თუ ვატყობ რომ ეს მისის არის რა, გაუაზრებელი სტრატეგია და ხასიათისთვისება. როგორ დისტანცირებას გავაკეთებთ? ვინც არ უნდა იყოს. ანუ ვინც არ უნდა იყოს, ტყუპი ძმა სისხლი და ხორცი რო იყოს, ალბათ მიყოლებოდა იმ დისტანციაზე რომ არაფერი არ მოუვიდეს, გაუფრთხილდა შორი და მაგრამ კომუნიკაციის დონეზე ვერ რა. არა, იმიტომ რომ გადმოგედება შენ და ეგ იქნება. ამიტომ არაფრის მომცემია, არაფრის მომცემია. ოპტიმისტურად რო გავიდეთ ეხა ბოლოში, მოდით. დავაი გავიდეთ ხო, არ დავამძიმოთ. ხო, რას ეთყობი ადამიანებს, ვისაც უნდა რომ ოპტიმისტი იყოს, მაგალითად, შენ ხშირ შემთხვევაში გამოგდის უფრო ოპტიმისტი ხარ, იუმორზე აკეთებ აქცენტს. ალბათ რეალისტი, მოდი უფრო არც პესიმისტი, არც უფრო ალბათ რომ პოსტფაქტუმ შევაფასოთ ჩემი აღქმა ცხოვრების, უფრო გადავწონიდი პესიმიზმისკენ, სიმართლე რომ გითხრა შინაგანად, მაგრამ მინდა უფრო ვიყო რეალისტი რა. ანუ ცუდი დასკვნა გამოვა რა, ანუ ცუდი რეზუმირება იქნება. არამხიარული და მე ჩემსაც დავამატებ. წუწუნი არის ერთ მხარეს რა, მეორე მხარეს არის მადლიერება. ანუ ამ წუწუნით იზიდა ვიმას, რასაც მადლიერებით განიზიდა ვიმას, რასაც მადლიერებით მოიზიდა. მე არ ვაყენებ მეორე მხარეს მადლიერებას რა. ამ შედგა წუწუნის საპირისპირო არის ქმედება. ანუ სხვა არაფერი მადლიერება არ ჭირდება. ანუ იმოქმედე რა, გამოძრავდი ერთი ადგილი გაანძრე. თუ გინდა რომ წუწუნს უშველო, მადლიერება დაუნახავობის ამბავია, კონკრეტულად ერთი ასპექტია, ხვდები რომ რაღაცას ვიღაცა რო გაიკეთებს, ვერ ვიაზრებთ რომ ჩვენ ერთმანეთთან არავინ არ ვართ არაფერში ვალდებული. ყველაფერი არის კეთილი ნება. გარდა შვილისა, რომელიც შენი არჩევანით გააკეთე და შენ ვალდებული ხარ რომ ის აღზარდო, სხვა დანარჩენი ვართ არჩევანები ვიღაცის და ამიტომ რადგან არჩევანი გააკეთა, რადგან გაგიღიმა, რადგან ყურადღება მოგაქცია, ასე შემდეგ, ეს ავტომატურად ჩემთვის მოიცავს მადლიერებას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მე არავისთან, არც თქვენთან, არავისთან არაფერი ვალდებულება არ მაქვს. რაც არ უნდა გადმომკიდონ ეს ვალდებულება, მე არ გადმომეკიდება, ანუ მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ რაღაცას ოდნავ სიკეთეს რო გაგიკეთებენ, ეგ პროსტა მგონია რომ აღზრდის ამბავია და როგორ ხედავ ცხოვრებას, მადლიერი უნდა იყო, მაგრამ წუწუნზე თუ ჩამოვდივართ, თუ რამე არ მოგწონს, ეცადე გამოასწორო რა. გაინძერ, არა აქ რაც არ უნდა იყოს მნიშვნელობა.
ისევ ნარუტოს ვენაცვალე. ალბათ აი კიდევ ერთხელ ბავშვობის გაუაზრებელი ანიმე ხდება, იმიტომ არა მარტო ჩემთვის, თაობებისთვის და მილიარდი თუ არა ადამიანისთვის, ხარ მთავარი ამბავი რომ რა ჯანდაბაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის შეიძლება ცუდი ყოფილიყო, გაინძერი, რამე გააკეთე. და ამარცხდები, კიდე გაინძერი, რამე გააკეთე. სანამ არ გამოვა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს წუწუნი არავის არ აინტერესებს, რა კიდე ერთხელ ვიძახი. მაპატიეთ რომ ფინალური აკორდი იყო ესეთი. მე გისურვებთ რომ თქვენ არ იწუწუნოთ და გისურვებთ გეყოთ ძალა, ენერგია, რაოდენ არ უნდა გიჭირდეთ ამ ძიმე დროს ესეთი პოლიტიკის, ესეთი მთავრობის, ესეთი გარე სამყაროსი, 500 ომის, მშიერი შვილის, დაკარგული მეგობრების, დაკარგული ჯანმრთელობა, რაოდენ რთული პირობითობაც არ უნდა გქონდეთ, გთხოვთ, იბრძოლეთ. თუ არ გამოვა მერეც იბრძოლეთ რა. მაგრამ მგონია რომ გამოვა. წუწუნი არაფრის მომტენი რეგრესი, დესტრუქცია და დეგენერატობა არის. თორე ეხა უიმე რაღაცა მეთქინა, მარტო აი ეგეთი საწუწუნოები მოგცეთ ღმერთმა. გიო, რა გასწავლა ყველაზე ღირებული ცნობადობამ და რამდენად შენთვის კომფორტულია, ნაპირიქით არა კომფორტული, თქვა ქუჩაში გადიხარ, რაღაცები გცნობენ, სულაც გთხოვენ ასე შემდეგ. არა, ეგ არ არის დისკომფორტი, ვიც ამბობს რომ დისკომფორტია ვიბრანჭება მგონია რა. როგორ შეიძლება ბავშვი რომობის გახარებული თვალებით ხვდები უარის თქმა ან რაღაცა არ გიხარს, მესმის ხასიათზე არ ხარ. გაჩენ ვი როგორ გეუნება, ეხა ვიღაცა ისე თუ გეუნება რომ გონია რომ ეკუთვნის ანუ იგრე სად არის ხე რა ხან მიცანი და გიტყვია უარი ისე? არა, მიმითითებია რომ ცოტა სხვა დროს არა, ცოტა დაალაგოს თორე. მესმის რომ ვიღაც ბევრი ემოციისგან მოსდის ხვდები და უნდა გააგებინო რომ ეგრე არ არის რა, პირადი სივრცე არის და ოდნავ პატივისცემა გამოხატე და 10 მაგს გამოხატავ და ხე თუ ეგრე მომიდგები რომ გონია რომ შენი რამე ვალი მაქვს, განახებ როგორი ვალი მაქვს, ანუ არ მაქვს რა და იშვიათად ყოფილა, მაგრამ ნუ ყოფილა. არაფერი, ბევრი თავის ტკივილიც მოუწია. მაგრამ მე მაინც მიჯნავ რა ცნობადობას და პოპულარობას. ალბათ გონია რომ ჩემი შემთხვევა მაინც პოპულარობის ამბავია და ეგ სადღაც მაწყნარებს, იმიტომ რომ პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი წლის შრომიდან გამომდინარე, ეს არის სიყვარული, რომელსაც რო არ გძნობდე, გავარტყი ყველა პროფესიას. მე აქ დამჩერები არ გავჩერდებოდი, ანუ გამორიცხული. ეს არის წლები, ბევრი სითბო და ძირითად შემთხვევაში ჩემ ცხოვრებაში, სოციალური ქსელი რო გავთიშო, ჩემ ცხოვრებაში მე სითბოს და სიყვარულის გარდა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ქვეყნის ნებისმიერ ემიგრაციაში მე ამ ქვეყანაში სითბოს და სიყვარულის გარდა არაფერი არ მიგრძვნია. ლაივში გადაყოლილი პატივისცემიდან დაწყებული უცხორო კარს გაგიღებს და დაგიტოვებს, გაბანავებს, გაჭმევს, დილით მოტოს გაგირეცხავს თოს. აი გაღიმებული სახეების მეტი ფოტოზე და იმებზე არ მაქვს ლაპარაკი რა, შეიძლება ადამიანს ვაფშე არ უნდა ეს ფოტო და ეს უფრო ძვირფასი მგონია რა. 2-3 წუთი დავილაპარაკეთ, უფრო ძვირფასია ვიდრე დღეს ფოტო, ყველა შეუძლია ფოტო გადაიღოს. ან მე საბედნიეროდ და პატივისცემები რაღაცა ესა მე მატერიალურს არ გულისხმობ რა, საქციელი პატივისცემები რომ შენ გამო ვიღაცა რაღაცას უცხო აკეთებს რა, ისეთ რომ შეიძლება შინაურმა არ გაიკეთოს. მე ყოველ შემთხვევაში მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, იმიტომ რომ ეს არის პოპულარობა, რომელიც მომიტანა პროფესიამ. ფილმებმა, სერიალებმა, სპექტაკლებმა ვიღაცები ჩააფიქრა, ვიღაცები გააცინა, ვიღაცა დაასევდიან და ამან მოიტანა. მაგრამ ზემოდან არის მეორე პლასტი თუ რასაც ეძახიან, რომელიც არის რა თქმა უნდა დისკომფორტი რა. სოციალურ ქსელში მიღებული რაღაცა ბენეფიტები, ესეთები, იქ შენ გემოზე ყოფილა, ეხა დიდათ აღარ, მაგრამ იყო დრო რომ ჩემ გემოზე ვერ დავდიოდი. იმიტომ რომ ხალხი დამზდებდა და მაისურს მახევდა, არა. ნუ აი ყველა სადღაც დაჯდომა ფოტო იყო, რომელიც მერე იბეჭდებოდა სადღაც. ვიღაცასთან ერთად ვერ ვიჩითებოდი ესე, იმიტომ რომ ფოტო იყო და არაფერი არ მაკავშირებს ამ ადამიანთან, ანუ და მერე ამის გამო რომ იმალები და ღამე მოძრაობ მანქანით, ეს საერთოდ უარესი ხდება, ხო ხდები ღამე მანქანით მოძრაობს. აი ეს მინუსები რა, ვერსად შენ გემოზე ბოლომდე ვერ იხსნები, სადაც ბევრი ხალხია, იმიტომ რომ მილიონი თვალი გიყურებს. ან ყველას მეხებზე კიდე ხარ და იმ მომენტში შენ გონია რომ გიყურებს, ხო ხდები, მაშინ ეგრე მეგონ. ეს მინუსები, მაგრამ რო შევადაროთ პლუსი და მინუსი, ეს არის რა 90% არის დადებითი ემოცია, 10% მინუსია. ასე რომ მარტო მადლიერი ვარ, რაღაც ჩემი მაყურებელი იქნება, თუ ჩემი თანამოქალაქე თუ შეიძლება ვაფშე სხვა, რაც აქამდე გამოუხატიათ რა. ოკეი. იო, ესე რომ აკეთებ ხოლმე შენ გადაცემაში და ამოანათებ. რამე ერთი გვირჩიე რა. მე დიდათ არ ვარ ხა ფილმების მრჩეველი ადამიანი, მაგრამ მოიც, მე მაქვს აქ პოსტერები. მე აქ სულ მაქვს პოსტერები.
რამე ერთი კაი ფილმი გვირჩი. შეგვიძლია ჩვენც ეგრე მარიამ ეს შეიძლება ხოლმე გიგოთ კაბდარვა მონათებს ნახოთ ან მარიამის შესაძლებლობები დავტესტოთ. რა მენანება რა მაგ ჩემი პოდკასტისთვის მოიცა. რაღაცები რო ძალიან. ყველაზე კაი ჩემთან თქვი რა. აქ ისეთი ეხა მორჩი. ის დავიწყებ. ეხა ახალი პოდკასტია ჩემი ეპიზოდი. ეს ამას რო დიზდებ? ამას რო დიზდებთ, მარიამ? მომდენო კვირაში. ალბათ დაგასწარი უკვე ჩემი დევს. აი ჩემ ბოლო პოდკასტში. ორი კვირის შუალედით ვთქვა შენ შემთხვევაში. ხო, ანუ ესე იგი მე ბალანსზე გუნდა დავდო ჩემი ეპიზოდი რა და აი გვინც ნახეთ რაც ვილაპარაკე ბოლო ეპიზოდი. გიორგის საერთოდ რომ მქონდა ძალიან საინტერესო ეპიზოდი. ამბავი არის ესეთი რომ მარველის ფანი ვარ. და რაღაცა სერიალები მქონდა გამაზული რა. ნახე ფანიშეი რომელზეც გადავირიე გავგიჟდი და ყველა მეუნებოდა რომ ნახე დერდევილიო რა არის ესეთი ერთ-ერთი პერსონაჟი იმას აქვს 3 სეზონი ძალიან ახტაცებით ჩავრთე არ გამისწორდა ისე ძალიან იმიტომ რომ თურმე ძველი ბენ აფლეკის მირჩევნია გეტყვით მაგრამ როგორც კი მეორე სეზონის დასაწყისში გამოჩნდა ეს ჯიგარი ფანიშერის პერსონაჟი და დაიწყო ნამდვილი არტისტული კარგი თამაში რასაც ქვია აი სახურავის სცენები ასე შემდეგ, ვისაც არ გინახავთ, მე გირჩევთ ნახოთ, ასე რომ რჩევა დაგიტოვებთ Daredevil სერიალს, რომელიც არის 2018 წლის, თუ თქვენს ამ რაღაცა მულტივერსის ფანები ხარ და გამოგჩათ ჩემნაირად, აბა. აი ჯიგარი ხარ. აი გმინდოდა რომ გაიგეთე. შენ და გია სურამელაშვილს საერთო. მე და გია სურამელაშვილს საერთო სქესის გარდა რა გვაქვს? კარგია რომ დააზუსტე. მელოტები ვარ? თუ აქ იმას ჯიგარს თავზე თმა. არა, იმას აქ პროსტა შეკრული აქ. დიდი შუბლია. გია დიდი შუბლი აქ. არ ვიცი, აქსესუარი. სათვალე, ხო? სათვალე. ბოდი ესე გეტყვი, გიას ალბათ არ ვიცი, შეიძლება იგივე მიზეზი აქვს რაც მე. გიას ეს იმიჯის ნაწილია. ჩემთვის ეს ჯანმრთელობის ნაწილია. ანუ თუ ბევრს შეიძლება გეგონოთ, რომ სათვალე იმიტომ იკეთია, რომ მისწორდება შენობაში სათვალით რო ვარ. ბზეში სულ მიკეთია, მაგრამ შენობაში. იმედს გაგიცნობთ და გეტყვით, რომ არც ეგეთი არაადეკვატური ვარ. როგორიც გეგონეთ, მე მაქვს თვალებზე რაღაცა პატარა პრობლემა შუქთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აი ესეთი საფიტურ შუქებთან. 5 წუთში იწყება ცრემლდენა, იმიტომ რომ თავის დროს არ მივხედე პოსტოპერაციულად, ფანტასტიკური ოპერაცია გამიკეთეს, ფანტასტიურმა ექიმებმა 100%-იანი მხედველობა მანამდე ბრმა ვიყავი დამიბრუნეს და უბრალოდ ის პროცესი მერე 6 თვის მოულის და წვეთების და რაღაცები პაო და ეგრე არ უნდაო ჩემმა თვალებმა ისევ 100%-იანი მხედველობა მაქვს იმ ორი ოქრო ადამიანის დამსახურებით, მაგრამ შუქებზე მაქვს პრობლემა, ანუ გაზვიადებულად ეს სპექტაკლის დროსაც ჩემთვის არის კატასტროფა, სცენის ავანსცენაზე გასვლა ეს ნიშნავს, რომ თუ 30 წამში უკან არ შევატრიალე სახე ეგრევე ცრემლდენა იწყება და ყველგან სპექტაკლში ტირილი არ არის აუცილებელი, ხანდახან კომედიას თამაშობ და არაადეკვატურია. ამიტომ ეს არის ხოლმე იგივე ჩემ პოდკასტში რატომაც მაქვს, ეს არის მაგიტო. თუ ვინმეს კონდათ და არა იმიტომ რომ გიას სურამელაშვილს გავხალხო ფანი ვარ. თუმცა გია ყოჩაღია ნამდვილად. შეიძლება გიას იგივე პრობლემა აქვს. ეს თეთრი ოქრო არის, რაც გიკიდია. ესა? არა. ეს არის აი მას თეთრი ოქროები გიკიდია? არა, ეს არის ვერცხლი. მახსოვს იკან მამაჩუკა არის კომპანია, ძალიან მიყვარს ეს სპარტანული ხმალია რა. იკანს კაისაკავ. ხო, იკანის არის ეს ასე რომ მოკითხვა. ოგიო ერთი კითხვა მაქვს ჩემს მენელს დამაყურებელს აინტერესებს. 3 გამოვუშვი. და დავასრულოთ რა. ანუ ძალიან აქტუალურია ეს სერიალები რა და როდის გააგრძელებ ამ სისხლის წოველებს? როცა ფული იქნება. როცა გენერალური სპონსორი გამოჩნდება, აუცილებლად გავაგრძელებთ. ეს არის რაღაცა რომელიც შეიძლება რომ გაგრძელდება რა. ხო, მაგრამ საკმაოდ თანხებთანაა როგორც ხვდები დაკავშირებული. მოდი ასე ვთქვათ, იმ სერიალების რაც არის, რაც ძალიან ბევრი კარგი სერიალია გარშემო, ბიუჯეტები რაც არის, ეს სპონსორების გასაგონად. ხო იციან ეგ. ხო, იმათ ხო იციან რას უხდია ვის. გამრავლეთ 2-ზე. არა, ნახევარი, პირი. იმათი კარგ შემთხვევაში ყველაზე მაქსიმუმ ნახევარი. ეგეთი დიდი თანხაც არაა საჭირო, მაგრამ ნუ ეხა 4 ლარათაც ვარ. პირველი სეზონი გადავიღეთ ამ 4 ლარად და ეხა მეორე სეზონს ვერ გადავიღებთ უკვე რა. მაგრამ არის საინტერესო სიახლე მაგ სერიალთან დაკავშირებით, პროსტა ჯერ ვერ ვამბობ რა ლაგდება. სერიალს მოდი ასე ვთქვათ, მაგ სამყაროს ეხება, სერიალს ეხება, მაგრამ თქვა სერიალზე არა. კაი, დიდი მადლობა რომ
გვისმენდით, მაყურებლებო, დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. ურმესი მადლობა, საინტერესოდ გავატარეთ ძალიან. ხო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხები, ვისაც არ გაქვთ გიორგის ვლოგის არხი ახალი, რომელიც გააკეთა, გადადით და გამოიწერეთ და ეგაა და ეგ დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. ეს კაცი გამოიწერეთ, ჩემები რო ხართ ახლა გადმოსული ეს გადავაზიარე. დაუფასეთ კაცო, ძალიან საინტერესოდ მართლა გავატარე. კითხვები ძალიან საკაიფო კითხვები.